საღამომშვიდობის მეგობრებო, ჩვენ ისევ შევიდგებით, ისევე როგორც ვისთავად გადაიკეტა ჩვენს შესაბამისად, აუდიტორია გავშალეთ და ამ საღამოსაც შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ლექციას. ასტროლოგიაზე სანამ გადავალთ, ასტრონომიაზე რომ გადავალთ, სანამ ასტრონომიაზე გადავალთ, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ახლა, სტუდენტები დაიჭირეს. 3 ახალგაზრდა ჩვენ თაობაში ყველაზე პატარა ბავშვები, ვინც აპროტესტებენ, ის 3 ადამიანი დაიჭირეს. არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. როგორ დაუდგებ ხარში, ეგაც არ ვიცი, აქა ვარ, მეგობრებო, მაგრამ ხარდაჭერა უნდა გამოუცხადოთ ამ ბავშვებს რა. მე 20 წელი გავატარე განათლების სისტემაში და ყველა თაობა, რომელიც შემოდიოდა, ამ ბავშვებს მატვირდებოდი და ყოველი ახალი თაობა უფრო და უფრო საუკეთესო მოდიოდა და ეს ბავშვები არიან საუკეთესო ბავშვები. ეს თაობა კიდევ უფრო რაღაცა მაღალ მატერიალურ ღირებულებებს ეზრდებიან. აქ უფრო მეტია თავისუფლების ხარისხი და ამას ვასწავლეთ ჩვენ მთელი ცხოვრება. ეხლა უბრალოდ გულის შემტკივა ესეთ ფაქტებზე, მარტო გულის შემტკივა არა, ეხლა თავს ვიკავეთ ბევრად, მაგრამ მოკლედ ხარდაჭერა ამ სტუდენტებს ჩვენ ალბათ რა ვიცი, როგორც შევძლებთ, ისე დაუდგებით გვერდში. სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. გამარჯობათ მეგობრებო. მე ვარ გია ჯავახიშვილი, ვარ ასტრონომი და რადგან აქ ვდგევარ საპროტესტო აუდიტორიაში, ესე იგი ვუერთდები პროტესტს შესაბამისად და რა თქმა უნდა სოლიდარობას უცხადებ ყველა იმ CDC-ს და პოლიტპატიმარს, თუნდაც აი დღევანდელი დაპატიმრებული სტუდენტების ჩათვლით. გარდა ამისა მოვითხოვ ვადამდელ არჩევნებს. ეხლა მაგ განცხადებთ უბრალოდ დასაწყისი დავიწყე და ეხლა ვისაუბროთ თვითონ ასტრონომიაზე. საქმე იმაშია, რომ როცა ლექციის იდეა დაიბადა, მაშინ მოწმენდილი ღამეები იყო სულ და გვინდოდა ჩაგვეტარებინა ლექცია, ისე რომ მე პირდაპირ გამოსულიყავი და მე თქვა რომ აი შეხედეთ ეს იუპიტერია, ეს მარსია, ეს დაუშვათ ორიონის ნისლეული თუ ორიონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ხო ხედავთ ეხლა როგორი ამინდი დავკითხო და ამიტომ რადგან დაგეგმილი იყო ლექცია, გადავწყვიტეთ რომ მაინც ჩაგვეტარებინა. მე ვისაუბრებ ცოტას ასტრონომიაზე, ცოტას, იმიტომ რომ მართალია ეხლა მოტანილი მაქვს დაახლოებით 80-მდე სლაიდი, მაგრამ ვერწმუნებთ რომ ეს სლაიდების ბოლომდე გავიყვანო, მაინც ბოლომდე საუბარს ვერ მოვახერხებ, თქვენ დაიღლებით, მეც დავიღლებით, ამიტომ რაც გამოვა, მოდი ისე ვილაპარაკოთ და კიდევ ერთი რაღაცა რომ ჩემთვის გულახდილად გითხრათ, უჩვეულია ასეთ სიტუაციაში ლექციის ჩატარება, ამიტომ ცოტათი ვღელავ და ამიტომ ძალიან გამინაწყენდებით. დავიწყოთ იქიდან რომ მინდოდა რაღაცნაირად დამეკავშირებინა პროტესტთან ეს ყველაფერი, ასტრონომია და პროტესტი და ასეთი სტატისტიკა მოვიყვანე. ეხლა აქ ამ ხალხში დაახლოებით სისტემატურად გევართ ხოლმე 2 დამკვირვებელი ასტრონომი, ერთი ასტროფიზიკოსი აგერ არის ბატონი ზაზა და კიდევ არის რა ქვია, სხვებიც არიან ხოლმე გამოსულები გეოფიზიკოსები და ასე შემდეგ, მაგრამ მე მხოლოდ ასტრონომიებზე ვილაპარაკებ. ეს 2 ასტრონომი რას ნიშნავს, რომ თელ დედამიწაზე არის ასტრონომები საერთოდ დაახლოებით ცოტანი ვართ რა, ბევრი არ არის გავრცელებული ისეთი პროფესია. დედამიწაზე დაახლოებით 10,000-მდე ასტრონომია და აქედან 2 გამოდის დაახლოებით 2%, რაც ჩვენ აქ მონაწილეობთ. თუ საქართველოს მასშტაბებით ვილაპარაკებთ, გამოდის რომ დედამიწაზე დაახლოებით 8 მილიარდი მაცხოვრებელი, აქედან 3,5 მილიონი ქართველები ვართ, საქართველოს მოსახლეობა ვართ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა მსოფლიოში არის 0,4%. ანუ გამოდის რომ ჩვენ ასტრონომები ვართ ნახევარი საქართველოს მასშტაბისა, რომლებიც აქ გამოდივართ. ნახევარი საქართველოს რო გამოსულიყო რუსთავაზე, დაახლოებით იგივე პროცენტი იქნებოდა, რაც ჩვენ 2 ასტრონომი ვართ გამოსული. ერთსაც გეტყვით რომ ამ ორიდან ერთი ასტრონომი აგერ არის, მე ხა გვარს არ დავასახელებ, უკვე დაჯარიმებულია, ისე რომ მეორეც რო დამაჯარიმონ, მაშინ წარმოიდგინეთ რომ შშსმ დააჯარიმა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, ეგეთი რაღაცა იქნება აქ. მეც რა თქმა უნდა ველოდები ამ ჯარიმას და ამიტომ დიდათ არ გამიკვირდება. კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი უნდა გითხრათ, რომ აქვე დააჯარიმეს ერთი ჩვენი კოლეგა ასტრონომი უკრაინელი, მე ის სტატისტიკაში უბრალოდ არ ჩავს, იმიტომ რომ მაინც უკრაინელის მოქალაქეა, რომელიც ჩვენთან არის ტოლმილად გამოქცეული და ობსერვატორიაში მუშაობს და 24-ში როცა ომის დაწყების დღე იყო, უკრაინის დროშით გამოვიდა აქა და დააჯარიმეს, უკრაინაში იყო გაფრენილი, ჩამოფრინდა და აეროპორტში დაახვედრეს ამბავი რომ აი შენ დაჯარიმებული ხარ და წადი და გადაიხადეო. ეგეთი სამწუხარო ამბებიც ხდება ხოლმე. ეხლა
თუ პროტესტს გავაგრძელებ, არ მინდა ძალიან გავყვე ამ ამბავს, მოდი გადავიდეთ თვითონ ასტრონომიაზე. უნდა გითხრათ, რომ მოწვენილი რომ მე დაინახავდით ალბათ, რომ მოხვედით აქა, რომ მე ისე ავტომატურად ასტრონომია არის რაღაც უცნაური პროფესია, მათ ავტომატურად იციან ცა. ანუ რა არის, რომ აი ახლა რომ მკითხოთ, რომ საით არის იუპიტერი, მე პირდაპირ გეტყვით, აი იუპიტერი ახლა იქით იქნება. ორიონი საით არის, ორიონი იქით იქნება. პოლარული ვარსკვლავი საით არის, იქით იქნება და ასე შემდეგ. ცის ცოდნა გარკვეულწილად შეღავაც კი არა, რაღაც პრივილეგიას გვაძლევს და რა გაგებით გულისხმობ ამას, რომ მაგალითად თქვენ მე თვითონ ჩემ თავზე რა მაქვს შემჩნეული, რომ ხანდახან მიწევს ხოლმე უცხოეთში ყოფნა და როცა გადიხარ, ბუნებრივია რომ რაღაცნაირად რო გადიხარ თავიდან უცხოეთში, შეიძლება ისეთი ცოტა უცნაურად გრძნობდე თავს, რომ მიჩეული არ ახარ რაღაცა, მაგრამ აი როცა გაიხედები და ცასახე და ხედავ რომ იგივე ვარსკვლავებია, იგივე მზე არის, იგივე ობიექტებია ცაზე და შეგრძნება რომ ისევ სახლში ხარ. აი ამ ხრივ მე გირჩევთ ყველას რომ თქვენ წისწავლოთ ცა და უფრო მეტად შეიყვაროთ ესა და უფრო მეტად გეცოდნებათ ეს ყველაფერი. ეხლა რატო დავიწყე ეს ყველაფერი, რომ პრაქტიკულად ხშირად მეკითხებიან ხოლმე როგორ უნდა გაარკვიოთ თუნდაც მხარეები. კომპასი გასაგებია ყველა ვიცით, მაგრამ არის კიდევ ერთი საშუალება, იმიტომ რომ თქვენი ფანჯრიდან, თქვენი სახლიდან, თქვენი ეზოდან საით რა ობიექტი შეიძლება გამოჩნდეს, ამის სანახავად არის მე ვიყენებ ხოლმე აუკაცრავად, მე ვიყენებ ხოლმე Google Maps. აი ახლა ჩვენ აქ მოტანილი მაქვს Google-ის ამონაბეჭდი ზუსტად ჩვენი ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიყურებით. შეხედეთ მარტივად რო გითხრათ, ზევით არის ჩრდილოეთი, აქეთ არის დასავლეთი, იქით არის აღმოსავლეთი და აქეთ არის სამხრეთი. შეხედეთ რუსთაველი როგორ არ არის პირდაპირ სამხრეთ ჩრდილო-სამხრეთზე განაწილებული, ცოტათი მოხრილად არის თვითონ ქუჩა და შესაბამისად აქედან ადვილად გადახვალთ თუ ამ ლოკაციას დაიმახსოვრეთ, მე ადვილად გადახვალთ სხვა ყველაფერზე. ეხლა ასტრონომია გასაგებია რომ ცოტა ძნელია აქ საუბარი ასტრონომიაზე, ვიფიქრე რა უნდა ვილაპარაკო მეთქი და გადავწყვიტე ესეთი რაღაცა. მოდი ესე დავსვათ კითხვა, რომ რა სარგებელი მოაქვს ასტრონომიას ჩვენთვის, თუნდაც და ხშირად კითხულობენ რატო ასტრონომია და რა არის, ხა გარდა იმისა რომ მე მაინტერესებს, რატო უნდა იხარჯებოდეს ამაში ფული. დავიწყებ თავიდან. საქმე იმაშია, რომ ასტრონომია არის ძალიან ძველი მეცნიერება. როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ის დაიბადა დაახლოებით 100,000 წლის წინ. წარმოიდგინეთ, აქ შეიძლება ცოტათი ეჭვით შემოვხედოთ, ანთროპოლოგები მაგაზე მეკამათებიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ რა არგუმენტი გვაქვს ასტრონომებს ამასთან დაკავშირებით. აი ამას რასაც უყურებთ, ეს არის ჩილოპოლარული მიმდევრობა. პოლარული ვარსკვლავის გარშემო ვარსკვლავები არიან მოძრაობენ და თქვენ თუ მიუშვეთ რაღაცა ფოტოაპარატს გახსნეს, ესეთ გამოსახულებას მიიღეთ. იმავე მიმართულებით არის დიდი დათვის თანავარსკვლავები. დიდი დათვის თანავარსკვლავებს ალბათ ბევრი იცნობთ, დაგინახავთ ცაზე, აი იქით იქნება ახლა დიდი დათვის თანავარსკვლავები. უпростоრად სიმართლე გითხრათ, აქეთ ხარ ეს იქნება კასიოპეა და დიდი დათვის თანავარსკვლავები უფრო სიღრმეში დაბლა იქნება მოთავსებული ახლა. და ალბათ გიფიქრიათ, რომ რატო დაარქვეს ამ თანავარსკვლავებს დიდი დათვი, ან და საერთოდ დათვი, რა შუაშია დათვი, შეიძლება იყოს ჩანჩაშა, ექსკავატორი, ან და რაღაცა ესეთი, მაგრამ დათვი არავითარ შემთხვევაში. ამაზე ასტრონომები ფიქრობენ ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ჩვენ როცა ცას უყურებთ და ვარსკვლავს ეხლა თქვენ უყურებთ, დარწმუნებული ვარ, შეხედეთ დღეს, შეხედეთ ხوار, შეხედეთ ზეგ და განსხვავებას ვერ ნახულობთ. გარდა იმისა, რომ პლანეტები დარბიან წინ და უკან. და აი ამ განსხვავებას როცა ვერ ნახულობდნენ თვალით, ამას ძველმა ბერძნებმა უწოდეს უძრავი ვარსკვლავების სფერო. უძრავი ვარსკვლავების სფერო პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი მოძრაობენ მაინც. და ამას ჩვენ ასტრონომები თუ თქვენ ტელესკოპით აიღებთ და გადაიღებთ ამ რაღაცა ნაწილსისას, მერე გადაიღებთ 10 წლის მერე დაინახავთ, რომ ეს ვარსკვლავები ერთმანეთს მიმართ ცოტათი გადაადგილდნენ და ამას ასტრონომები საკუთარ მოძრაობას ვეძახით ხოლმე. მე რადგან და ესეც საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. აი დიდ დათვის მოხაზულობა, რასაც თქვენ აქ ხედავთ, სინამდვილეში ეს არის დაახლოებით 120-მდე ვარსკვლავი, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ადამიანებმა უეტეს შემთხვევაში უკაცრავად მე მგონი ლაზერიც ამაქვს, იმედი ამ ლაზერზე არ დამიჭერენ. აი ესეთი მოხაზულობა ბატონო. კი ბატონო, აი ესეთი მოხაზულობა რო აიღოთ, ამ გარეში არის დაახლოებით 120-მდე ვარსკვლავი. თუ თქვენ ამ 120-მდე ვარსკვლავს აიღებთ ამ საკუთარი მოძრაობებით, უკან გადაიყვანთ, ანუ ვექტორებია, ჩვეულებრივი მოძრაობის ვექტორები, არა? ნახავთ როგორ გამოიყურებოდა ეს მოხაზულობა დაახლოებით 1000 წლის წინ, 10,000 წლის წინ, 100,000 წლის წინ. ნახავთ რომ ესენი თურმე მართლა გავდა 100,000 წლის წინ დათვს. ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ ეს სახელი დათვი თვითონ თავისთავად ადამიანებმა დაარქვეს 100,000 წლის წინ. ეხლა წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ადამიანები, რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, დათვები ჭამდათ მათ, ან და დათვს ჭამდნენ ხანდახან
და ესეთმა ადამიანებმა ცაზე რაღაც მოხაზულობას დაარქვეს დათვი. ეს იმიტომ რომ ესე იგი მათ დაიწყეს ფიქრი თუ რა იყო ეს ვარსკვლავები, რატო იყო ესეთი მოხაზულობები და ანდა რა გამოდიოდა მათგან. ანუ პრაქტიკულად მათ ჭირდებოდათ ამის ცოდნა. საქმე მაგაშია. ეხლა მე ხშირად მიფიქრია რომ აი ჩვენ გვაქვს ცუდი ღამე, ცუდი დღე, მოღრუბლული წვიმიანი, ნისლიანი. ჩვენ რო დავბადებულიყავით ისეთ პლანეტაზე, როგორც არის ვენერა მაგალითად. მაშინ ჩვენ ვერ განვითარდებოდით, დარწმუნებული ვარ და ამიტომ ხშირად მithქვამს რომ ასტრონომიამ წარმოშვა განავითარა ის Homo sapiens, რასაც ვეძახით ჩვენ. ანუ ადამიანი მოაზროვნა. რომ დაუკვირდეთ თქვენ ასტრონომიის ისტორიას, რომ დაუკვირდეთ ადამიანის განვითარებას, ძალიან დიდი წვლილი აქვს ასტრონომიას ამ ჩვენ განვითარებაში შემოტანილი. ეხლა, აი წავიდეთ ცოტა წინ წავინაცვლოთ, თუ თქვენ ეს არგუმენტი არ გაკმაყოფილებთ, რომ ესე მოხაზულობით მე რო თქვი 100,000 წლის ამეთქი, აი ფაქტი, რომელიც ნაპოვნია საფრანგეთის ტერიტორიაზე დაახლოებით -32,000 წლის წინანდელი პირველი კალენდარი. კალენდარი ზედ დატანილი არის თვარის სრული რუკა. შეხედეთ, ესე ახალ თვარეობიდან სავსე თვარეობამდე 29 დღიანი ციკლი არის და გასაგებია, რომ ეხლა -32,000 წლის წინ თუ ესეთ კალენდარი დაამზადეს, უფრო გაცილებით ადრე ხდებოდა დაკვირვებები, ადრე ხდებოდა შესწავლა და ჩვენამდე, ან შეიძლება უფრო ძველი კალენდარებიც არსებობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენამდე მათ ვერ მოაღწიეს, ან და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ მაგაზია აქ ლაპარაკი. ეხლა თუ გადმოვალთ აქეთ და მე მინდა შევეხო ამ ხრივ სანამ გადავალ უფრო ბერძნებთან საქართველოსაც. საქართველოში სხვათა შორის ჩვენ წელდაღრიცხვამდე ძალიან იყო ასტრონომია განვითარებული და ამას მოტყობენ ისეთი არქეოასტრონომიული ძეგლები, როგორც არის აი აქეთ მარცხენა მხარეს არის აბულის ციხე, ყველას გაგონილი გაქვთ, დაახლოებით 2000 წელი მინუსით ჩვენ წელდაღრიცხვამდე და მეორე არის ნეკრესის ტაძარი, მეორე საუკუნე ჩვენი წელდაღრიცხვით უკვე, რომელიც იყო მზის ტაძარი და საიდანაც ხდებოდა ხოლმე დაკვირვებები. აბულის ციხე რო შეისწავლით, ნახავთ რომ მასში ძალიან დიდი ასტრონომიული ცოდნაა ჩადებული. ამ შემთხვევაში იგულისხმება რომ ციხეებს ისე განალაგებდნენ ხოლმე, ზუსტად იცოდნენ სად იყო გაზაფხულის დღე ამტოლობის წერტილი დაუშვათ, სად იყო ვენერას ამოსვლის წერტილი და ეგეთი რაღაცები. ეს ნიშნავს რომ თვითონ ამათ იცოდნენ რაღაც კონკრეტულ დღეებთან და კალენდარივით იყო. აი როგორც Stonehenge ინგლისელებთან ეხლა იგი ისეთივე დატვირთვას ატარებდა ჩვენთან ასეთი ობიექტები. თავისთავად ასტრონომია ეხლა უფრო ბერძნებიდან მოდის ჩაწერილი სახით, სამწუხაროდ ქართველები არაფერს არ ვიწერდით მაშინ, დამწერლობა ქონდა თუ არა საკითხავია, ხო იცით მაგაზე ამხელა კამათი მიდის, მაგრამ არაფერს არ ვიწერდით, ესაა ფაქტი და ამიტომ უფრო ბერძნებს დავაყნოთ. იმათ აქ ჩამოწერილი ყველაფერი წერდნენ ბერძნები, ერთი კაითვისება ჰქონდათ და ბერძნებმა უკვე იცოდნენ რომ დედამიწა მრგვალია. მე მეცინება ხოლმე დღეს გავრცელებულია ძალიან ბევრი მთელი დედამიწის მომხრე და აი ბერძნებმა ამ დროს იცოდნენ. პირდაპირ გეტყვით რომ ბებიაჩემ ისე გარდაიცვალა, ვერაფერს ვერ დაუკვირდით რომ დედამიწა მრგვალია. ეხლა შორს კი არ იყო, ეხლავე იყო, მაგრამ მე ხო ფაქტად შევესწარი ამ ფაქტს რომ ესე მოხდა მართლაც. საქმე იმაშია, ცოდნა რომელიც ბერძნებს ჰქონდა, დაიკარგა სადღაც შუა საუკუნეებში, სხვათა შორის და აი არისტოტელე, რომელიც ითვლებოდა ეკლესიაში ასე ვთქვათ ჭეშმარიტებად, რატომაც არისტოტელეს ესწონაც კი არ გამოიტანა ეკლესიამ რიგ შემთხვევებში. სამი საკითხი ჰქონდა არისტოტელეს, სამი არგუმენტი თუ რატო არის დედამიწა მრგვალი. პირველი, მეორე, თქვენ კარგად იცით, რომელიც გემთან არის დაკავშირებული, გემი რომ მიდის ეშვება, პირდაპირ წერს, რომ ესე იგი გემი მოღუნულ ზედაპირზე მოძრაობს და იმიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ ამასო და აი მაგედან გამოყავდა დედამიწის სიმრგვალე და მეორე, ესევე გემი როცა მოძრაობს ჩრდილოეთისაკენ, მაშინ პოლარული ვარსკვლავი უფრო მაღლა მოჩანსო და როცა გემი სამხრეთისაკენ ეშვება, მაშინ პოლარული ვარსკვლავი უფრო დაბლა ეშვება ჰორიზონტისაკენო. და მესამე საკითხი, რომელიც მას აქვს ნათქვამი, შეხედეთ, ეს არის თვარის დავნელება. ერთი კვირის წინ იყო თვარის დავნელება, სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში არ ჩანდა, გამოჩნდა ამერიკაში ჩანდა. ერთი კვირის მერე სხვა შორის ძის დავნელება იქნება, ისაც არ გამოჩნდება საქართველოში. ახლა მეოთხედი მთვარე აქ რო ჩანდეს, ახლა სხვა შორის კაი სანახავი მთვარია, მე ყველას ურჩევ ხოლმე, ვინც ობსერვატორიაში მოდის მთვარის სანახავად, როცა მეოთხედი მთვარე, ანუ როცა მთვარე ჩანს 12 საათზე დაახლოებით, აქ მერიდიანში გადის, მაშინ ჩამოვიდნენ, მაშინ ინახულო. ბატონო? არა, მზის დავნელება ყოველთვის გვაკლია, იმიტომ რომ მზის დავნელება არის საოცრად ლამაზი სანახაობა და მე ყველას გირჩევთ, რომ თუ საშუალება გაქონებათ, წაბრძანდეთ და ინახულოთ. იმიტომ რომ პარიზში ის, რა ქვია, ეიფელის კოშკი არცად არ გაიქცევა და იმ მზის დავნელებას უნდა მიუსრო რაღაც კონკრეტულ ადგილას და ზუსტად იმ კონკრეტულ ადგილას უნდა ნახო.
ეხლა თვითონ ბერძნებს მიუბრუნდებით, მე ისე ვაგრძელებ იმ თემას, თუ რა მოგცა ჩვენ ასტრონომიამ და რა არის ჩვენგან ასტრონომიასთან დაკავშირებული. ბერძნების სამყარო ესეთი იყო. შეხედეთ, ცენტრში მოთავსებულია დედამიწა, მის გარშემო მოძრაობს 7 პლანეტა, 7 მოძრავი ობიექტი, პერიოდულად მოძრავი ობიექტი, ყველა პლანეტა არ არის უკაცრავად და გარშემო წეღარო აღწენე უძრავი ვარსკვლავების სფერო. რა იყო ეს 7 მოძრავი ობიექტი? მზე, მთვარე და 5 ხილული პლანეტა. ანუ ვენერა, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი. რომელსაც შევხედავთ თვალითაც, შეუერაღებელი თვალითაც. შეხედეთ რა ხდება. თქვენ რო ჩაიხედოთ ლათინურში პირდაპირ კვირის დღეს ქვიათ ეს სახელები. თვარის დღე, მერკურის დღე, ვენერას დღე და ასე შემდეგ. მზის დღე. ეხლაც ინგლისურში სანდი, მანდი და გადმოტანილია იქიდან. ალბათ ძველ ქართულშიც იყო, როგორც ამბობენ, მე ზუსტად არ ვიცი, ამიტომ ამაში ვერ მოგატყუებთ. და მე ხშირად მიფიქრია ერთ დეტალზე, რომ შეხედეთ საიდან მოდის ჩვენი ჯადოსნური რიცხვი 7, რატო შექმნა ღმერთმა 7 დღეში სამყარო? იმიტომ 7-თან ამ 7-თან არის დაკავშირებული. ანუ ჩვენ ვიცოდით 7 მოძრავი პლანეტა. საქმე იმაშია, რომ პლანეტა ურანი, რომელიც შემდეგ ჰერშელმა აღმოაჩინა მე-18 საუკუნეში, ეს არის ვიზუალურად ხილვადი ობიექტი. ვიზუალურად ხილვად ობიექტს რას გულისხმობ? აი თქვენ რო წაბრძანეთ სადმე სოფელში ან და მთაში, თბილისში რა თქმა უნდა ეს არ ჩანს ხოლმე, აი ყველაზე სუსტი ვარსკვლავი რაც არის ახლების ისე მოჩანს ხოლმე ურანი. მაგრამ ურანი ნელა მოძრაობდა, ურანი სუსტი იყო ძალიან და ბერძნებმა და ანტიკური ხანის ადამიანებმა ვერ დააფიქსირეს რომ ისაც პლანეტა იყო და ამიტომ ჩათვალეს რომ პლანეტა ჩვენ მხოლოდ 7 ყავდა. მართალია ხედავდე ხოლმე ხანდახან კომეტებსაც, ასტეროიდები, მეტეორიტები ეცემოდა და რაღაცები, მაგრამ ისინი არ იყო პერიოდული ობიექტები და ამიტომ აიღეს ეს 7 დღე. ეხლა ბერძნებისგან მოდის ბევრი რაღაცა ჩვენთან, თუნდაც ის მეთოდი თუ როგორ უნდა გავზომოთ ჩვენ ვარსკვლავებამდე მანძილი. ამ მეთოდის მაგალითად წამწყები არის ჰიპარქოსი. ეს არის ძალიან მარტივი მეთოდი, რომელიც ჩვენ დღესაც იგივეს ვაკეთებთ ხოლმე, წარმოიდგინოთ როგორ ზომავთ ჩვენ მანძილებს სხვადასხვა შორეულ ობიექტებამდე. ეხლა რატო დავსვი მე ეს კითხვა, იცით რომ აი ხანდახან ვატარებთ ხოლმე რაღაც ექსკურსიებს, ხანდახან ჩამოდიან ხოლმე აბასთუმანში და ისეც როცა ვსაუბრობ და აი გამოჩნდება ცოტა ხანში ვარსკვლავი ვეგა და მე ვამბობ რომ ვარსკვლავ ვეგამდე მანძილი 26 სინათლის წელიწადია. და ხშირად შეიმჩნევი ადამიანებში ეჭვის თვალით რომ მიყურებენ, იცი ეხლა ამ კაცმა რა გაზომა თუ კი გააბა თუ როგორ, საიდან იცის რომ ეს რამდენი მანძილია და ამიტომ რაღაცნაირად მაშინ აი აქედან წამოვიდა ეს რომ უნდა აუხსნათ ადამიანებში თუ რა მარტივად იძულება ესეთი მანძილები. ამ მეთოდს პარალაქსის მეთოდი ქვია. მან წამოაყენა ისე რა ქვია წინადადება თუ როგორ უნდა გაგვეზომა ჩვენ მაგალითად თვარემდე მანძილი. თვარემდე მანძილი როგორ შეიძლება გავზომოთ? მაგალითად თქვენ თუ თბილისიდან და პარიზიდან ერთდროულად შეხედავთ თვარეს, დაინახავთ რომ სხვადასხვა კუთხით გამოჩნდება ისა. თუ იცით მაგალითად მანძილი თბილისსა და პარიზს შორის, თუ მარტივი მათემატიკა იცით, არითმეტიკა იცით უკაცრავად ტანგენსები და სამკუთხედი, მაშინ ადვილად გაზომავთ. გამოითვლით მანძილს თუ მანძილზე მოჩანს ჩვენგან თვარე. ესევე გაზომეთ ახლავე შეაფასეს ბერძნებმა ამ თვარემდე მანძილი აი ზუსტად ამ მეთოდებით აქვს გაკეთებული. მათ ძალიან ბევრი რაღაცა იცოდნენ, მაგრამ რაღაცები მაინც ვერ გაითვალისწინეთ. ეხლა მიაკვე მინდა ჩავსვა ერთი რამ. აი ამასინათ ყველანი დაარეპორტეს და იმათი წევრები ვართ, ვიცი რაღაცა დაიტოვეს და დაარეპორტეს წევრები და ნენსი ულანს ეწერა თავის იმაში რომ იმას რა ქვია აქციასო ქალის ხმა აქვს და მაგაზე ვფიქრობდი და სხვა შორის ასტრონომიასაც ქალის ხმა გარკვეულწილად აი თუნდაც რო შევხედოთ თვითონ ურანია ასტრონომიის მუზა რა თქმა უნდა ქალია იცით ეს რაღაცა და მეორე მინდა გითხრათ ერთი რამ რომ ასტრონომიას კონდა ერთი ძალიან ბევრია იქ ტრაგიკული შემთხვევებით რაღაცები ხდებოდა ისტორია თავისას იმაში მაგრამ ერთი ძალიან გამოუსწორებელი შეცდომა აქვს დაშვებული ასტრონომიის ბრალი არ იყო ესა იყო მე-5 საუკუნეში ქალბატონი ჰიპათია ალბათ ბევრს გაგონილისა გაქვთ და აი ქალბატონი ჰიპათია ბერძენი ჰიპათია რომელმაც გამოიგონა ასტროლაბია ეს ხელსაწყო ძალიან ცნობილი მათემატიკოსი ფიზიკოსი ასტრონომი იყო როგორც ამბობენ თანამედროვანი და მანვე ის იყო პირველი რომელიც ძალიან ახლოს მივიდა ჰელიოცენტრიზმამდე ანუ მზე ცენტრში მოათავსა და რა ქვია გარშემო პლანეტები მოძრაობდა ბერძნებს ჰქონდათ ეს აზრები მაგრამ ბოლომდე ვერ გადალახეს აი ჰიპათია ყველაზე ახლოს მივიდა მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ მე კოპერნიკმა გააკეთა იგივე მე-16 საუკუნეში ეს იყო მე-5 საუკუნეში წარმოიდგინეთ
ხშირად სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, აი მანქანები რო დადიან მეთქი და კომპიუტერები რო გვაქვს და ყველაფერი რო გვაქვს, ეს არის კოპერნიკის დამსახურება. მან ჩვენი აზროვნება შემოატრიალა, მთლიანად ჩვენ სხვანაირად შევხედეთ სამყაროს და ამან მოგცა საშუალება იმ გამოგონებებისა, იმ ყველაფრისა, რაც ჩვენ დღევანდელობას წარმოადგენს. წარმოგიდგენთ 11 საუკუნით უფრო წინ ვიქნებოდით პროგრესის კუთხით, აი ეს ქალბატონი შემდეგ რო არ ჩაეკოლა, ჩაკოლეს იქ სხვადასხვა ალექსანდრიის ეპისკოპოსმა ჩააკოლინა სხვადასხვა ვერსიით, შეიძლება ის იყოს ფილოსოფიური სკოლების ბრძოლა და რელიგიო არ ვიცი, მოკლედ ეგეთი რაღაცა მოხდა. ამის შემდეგ მიდის მძიმე საუკუნეები, მოგეხსენება და მძიმე საუკუნეების შემდეგ ცოტა ნელ-ნელა მე-16 როცა კოპერნიკმა თავისი ჰელიოცენტრიზმი წამოაყენა, კეპლერმა ეს ჰელიოცენტრიზმი დაასწორა, დაიწყეს ახლებურად ფიქრი და ახლებურად შეხვედრა ყველა მთელი ამ სიტუაციისა. ეხლა რა მინდა გითხრათ, კიდევ ერთი რაც ასტრონომია მოგვიტანა, მე დავიწყე იქიდან, რომ ასტრონომია ჩვენ მოაზროვნეები გაქვთ და მეთქი, ასტრონომიას კიდევ რა აქვს მოტანილი. თქვენ იცით, რომ ჩვენი მეტრი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ესაც ასტრონომების შემოღებული ერთეულია და რა გააკეთეს. იყო ესეთი ვინმე, ტიტო ლივიო ბურატინი, ეს იტალიელი არქიტექტორი იყო, რომელმაც წამოაყენა წინადადება, რომ მოდი მივიღოთ ერთი საერთო ერთეული დედამიწაზე, რადგან დაუშვათ ფრანგების სხვა ერთეულით ზომავდნენ ინგლისელებს იარდი და ფუტი ეხლაც აქვთ მოგეხსენება და ეს იარდი და ფუტი არის რომელიღაცა მეფე თქვა რომ ჩემი ცხვირის წვერიდან ჩემი თითის წვერამდე მე ის მეფე რომ მოკვდა მეორე მეფე თქვა ეხლა ჩემი ცხვირის წვერიდან ჩემი თითის წვერამდე და ესე მუდმივად იცვლებოდა გარკვეულწილად ეს პრობლემას ქმნის ბუნებრივია საერთაშორისო ურთიერთობებში ვაჭრობაში ყველაფერში და ამიტომ ამ ბურატინი წამოაყენა რომ ისეთი ერთეული მივიღოთო რომელიც ყველას გამოადგებაო და ამ ერთეულს დავარქოთო მეტრონ კათოლიკოსიო. მეტრონ კათოლიკოსი ქართულად ნიშნავს სოფლიო განზომილებას. აი აქედან მოდის ჩვენი სიტყვა მეტრი და გადაწყვიტეს რომ ეს მიიღეთ ერთეულად. მაგრამ როგორ უნდა მიიღოთ ერთეულად უკვე მეორე კითხვა ჯდებოდა და ეს უკვე გადაწყვიტეს ფრანგებმა. ფრანგებმა გაზომეს დედამიწა. დედამიწა სხვათა შორის გაზომილი აქვს ბერძნებსაც მესამე საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე, მაგრამ ფრანგებმა თავიდან გაზომეს დედამიწა და აქედან გამოიყვანეს აი ხედავთ გაზომეს მერიდიანი, რომელიც პარიზზე გადის და ამ გაზომების შედეგად მიიღეს შედეგი, ანუ ერთეული 1 მეტრი. ეხლა შეიძლება თქვენ მკითხოთ, რომ კი, მაგრამ ასტრონომია რა შუაშია ამ დედამიწის გაზომასთან. საქმე იმაშია, რომ დედამიწას თქვენ ვერანაირად ვერ გაზომავთ, თუ არ გამოიყენებთ ასტრონომიას. მე წეგან ვახსენე ვარსკვლავი ვეგა და ვარსკვლავი ვეგა, აი მაგალითად ზაფხულში კარგად მოჩაცხოვება ჩვენს თავზე და ხშირად მეკითხებიან რომ აი პირველი ვარსკვლავი რო გამოჩნდა რომელი იყო და ეს პირველი ვარსკვლავი ზაფხულში ეს გამოჩნდა აუცილებლად აი აიხედეთ ზევით თუ მოწმედებისა და თავზე გამოჩნდება პირველი ვარსკვლავი კაშკაშა ვარსკვლავი ვეგა თქვენ თუ გადაინაცვლებთ დედამიწაზე წახვალთ სამხრეთისაკენ მაგალითად თურქეთში თუ წახვალთ მაშინ დაინახავთ რომ ეს ვარსკვლავი ვეგა თქვენგან ჩრდილოეთით მოჩანს უკვე თუ გადაინაცვლებთ და წახვალთ ჩრდილოეთისაკენ რუსეთში ღმერთმა დაგიფაროთ სადმე სკანდინავიაში თუ წახვალთ დაინახავთ რომ ვარსკვლავი ვეგა უკვე ძალიან ქვევით არის თქვენგან ჰორიზონტისაკენ დაშვებული. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თქვენი გადანაცვლება დედამიწაზე, კუთხური გადანაცვლება შეიძლება აისახოს ვეგაში და ვეგას შესავი თუ რამდენით გადაადგილდა ვეგა, რომ შევაჩერო რა პრობლემა ხო არის რა. ვეგა კაი ბატონო, თუ რამდენად გადაადგილდა ვეგაცაზე და შესაბამისად ჩვენ რამდენი გავიარეთ დედამიწაზე, უკვე შეგვიძლია გავზომოთ დედამიწა და გავზომოთ დედამიწა. ესე გაზომილი დედამიწა მე აი ეს არის პარიზის ობსერვატორია, სადაც არის დატანილი რუკა, თუ სად გაიზომა დედამიწა, მაშინ ეხლა უკვე ისტორიული დატვირთვა აქ ობსერვატორიის ისე აქტიურად აღარ მუშაობს, მაგრამ მაშინ და ამის გადაწყვეტეს, რომ დედამიწის გარშემოწერილობის უკაცრავად 1/4-ის 1/1000 მემილიონ ნაწილს დავარქვათ 1 მეტრი და ეს იყოს მეტრის ერთეული ეტალონიო. მე აღმოჩნდა რომ დედამიწა არც ესეთი ჭკვიანი და არც ერთი წრიული ყოფილა, არც ესეთი სფერული ყოფილა რა. თრად არ ემთხვევა ამ მეტრს ახლა დღევანდელი გაზომები, მაგრამ მაინც ეს ერთეული შემორჩენილია, დამზადებული შენახულია. ეხლა წეგან გითხარით რომ აი მაგალითად იარდის აღდგენა თუ მოუნდათ ვერაფრით ვერ აღადგენენ რა გასაგებია ის მეფე რო ამოთხარონ კიდეც ეხლა ვერ გააცოცხლონ სხვა ზომის იქნება ეგეთი რაღაცა არის იგივე პრობლემა დედამიწასთან დაკავშირებით დაუშვათ მოხდა რაღაცა დიდი უბედურება დაინგრა დედამიწა და ვფიქრობთ კარგად და ჩვენ გავფრინდით სადღაც კოსმოსში გავცით რაღაცა ვარსკვლავებისკენ წავედი და გვინდა იმ მეტრის აღდგენა როგორ შეიძლება ავადგინოთ ის მეტრი და ფიზიკოსები მოძებნებენ სხვა საშუალებას საქმე იმაშია რომ აი შეხედეთ აღმოჩნდა რომ სამყაროში არის ერთადერთი უცვლელი სიდიდე ეს არის
სინათლის სიჩქარე ვაკუუმში. ანუ ვაკუუმში სინათლე გადაადგილდება რაღაც 300,000 დაახლოებით კილომეტრის სიჩქარით და ფიზიკოსებმა თქვეს, რომ მოდი 1 მეტრი იყოს აი ის მანძილი, რომელსაც სინათლე, ანუ ელექტრომაგნიტური ტალღა გაივლის აი ამ დროის, აი ამ მონაკვეთშიო. წამის აი ამდენ ნაწილში რომ გაივლისო. ეხლა რა შეა საქმე, რომ აი მე როცა გიყურებთ თქვენ მაგალითად და მე და თქვენ შორის მანძილი 1 მეტრია. მე ქალბატონს ხედავ დაგვიანებით, იმიტომ რომ იქიდან ამოსული სინათლე, ანუ ფოტონები ჩემამდე მოსვლას აგვიანებენ აი მაგ დროით. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში რა თქმა უნდა იმდენად გასაგები ნაკლებად არის, იმიტომ რომ ჩვენ ჩავრთეთ, შევედით სახით, ჩავრთეთ, ჩამრთველი და მაშინ რაინ თუ შუქი, შევხედეთ და მზე ამოვიდა და მაშინვე დავინახეთ. არა ბატონო, მაშინვე ვერაფერს ვერ ხედავთ რო იწოდეთ. ყველაფერს ხედავთ დაგვიანებით. და ეს ასტრონომიაში ძალიან კარგად ჩანს და ძალიან კარგად იგრძნობა. თუნდაც მზის ამოსვლა 8 წუთნახევრის დაგვიანებით ხედავთ ჩვენ მას. ამიტომ ეს აი მაგალითად როცა გეუბნებით წეღარო თქვი მე დავასახელე ვარსკვლავი ვეგა და 26 სინათლის წელი ემეთქე ზუსტად ნიშნავს იმას რომ სინათლე რომელიც 26 წლის წინ წამოვიდა დღეს ეხლა მოვიდა ჩემთან და იმიტომ დავინახე მე ვარსკვლავი ვეგა. მე წეღან ვახსენე ასე ვთქვათ, კაი, მაშინ ჩავყვებით და ნელ-ნელა რაღაც სხვა ობიექტებზეც ვიტყვი ამ მანძილებს. ასტრონომები თავისთვის გაზომებისთვის იყენებენ ესეთ ცნობილ მანძილსაც, რომელსაც ასტრონომიურ ერთეულს ეძახიან. ასტრონომიული ერთეული არის ჩვენი, რა ქვია, ადგილობრივი პლანეტარული სისტემის ერთეული და ეს არის საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე. ალბათ იცით რატოა საშუალო მანძილი, იმიტომ რომ ჩვენ ხან უახლოვდებით მზეს ელიფსზე მოძრაობთ, ხან შორდებით მას. აბა უხერხული არ გითხავთ. კარგი, მაგრამ ისე თუ იცით ზამთარში უფრო ახლოს ვართ მზესთან თუ ზაფხულში. ბატონო მართალია, ჩვენ ზამთარში ვართ ახლოს მზესთან. აი ხო გაიკვირდათ, ბევრს გაუკვირდა, ესე იგი არ გწოდნიათ. 3 იანვარს ყველაზე ახლოს ვართ ხოლმე მზესთან, 157 მილიონი კილომეტრი მანძილზე ვართ და ზაფხულში ვართ 152 მილიონი კილომეტრი მანძილზე. საშუალო მანძილი 159.6 მილიონი კილომეტრი, ეს არის ერთი ასტრონომიული ერთეული. ამის მერე შეიძლება პირდაპირ ესე ვილაპარაკოთ, რომ აი იქამდე დედამიწიდან მზემდე ერთი ასტრონომიული ერთეულია, მზიდან იუპიტერამდე 5.2 ასტრონომიული ერთეულია. ეხლა რომ შევხედოთ იუპიტერი რომ ჩანდეს, მე გეტყვით, თქვენ შეიძლება გეკითხათ რამდენი კილომეტრიაო. მე გეტყვით 700 მილიონი კილომეტრია მეთქი და მოგატყუებდით. რატომ მოგატყუებდით? იცით, ზუსტი მანძილი უნდა ითვალო მუდმივად კომპიუტერში. წარმოგიდგენთ, ეს არის ორი რაღაცა სიდე, რომ ჩვენც მივდივართ, ისაც მიდის და ამიტომ შესაბამისად ზუსტი მანძილი ძალიან ძნელია. მაგრამ დაახლოებით ვიცი მე რომ ჩვენგან იუპიტერამდე 4.2 ასტრონომიული ერთეულია. ამიტომ შესაბამისად ვამრავლებ ხოლმე 150 მილიონზე მაგასაო. დამატებით გეტყვით იმასაც, რომ იუპიტერი რომ ჩანდეს ჩვენგან, ჩვენ მას დავინახავდით ისეც როგორც ის იყო 45 წუთის წინ. იმიტომ იქიდან ჩვენამდე სინათლის მოსვლას ანდომებს 45 წუთს. კაი, გადავედით, ეხლა ცოტა გავაგრძელოთ, აი ეს შეიძლება, მოდი ჩავრთოთ, წარმოგიდგინოთ მზის სისტემა როგორია დაახლოებით. აი, მოდი ამას გავუშვებ, აი პლანეტები მოძრაობენ მზის გარშემო და ჰელიოცენტრული სისტემა და როგორ ხედავთ ჩვენ ამ ყველაფერს. აი შეხედეთ, დედამიწა გაჩერებულია და მის გარშემო მოძრაობს მთელი სისტემა, ანუ პლანეტები და სულ ყველაფერი მოძრაობს. მოდი ბატონო, კი ბატონო, უკაცრავად ხანდახან მავიწყდება ხოლმე. ეხლა გამოვდიშოთ ესა და გადავიდეთ. აი შემდეგ სლაიდზე როგორ გადავიდე? შეიძლება ალბათ ესე. გადავიდე, არა, კაცო, უკან და ხო, ეს არის ჩვენი მეგობარი და ჩვენი ძმა და ჩვენი მთვარე, ანუ სხვადასხვა მოგესწრებათ მეგრულშია, მე მგონი და ქართულშიც არის ლექსი, რომ დედა ჩემი და მთვარე მამა ჩემი და ეს სხვა შორის საინტერესოა, რომ ბატონო კი დაძმანია ჩვენი და ასე შემდეგ. მთვარი არის ჩვენი უახლოესი მეგობარი, თანამგზავრი, მუდმივად და ძალიან ხანდახან ფიქრობენ ხოლმე მეცნიერები, რომ ჩვენ ვართ ორმაგი სისტემა დედამიწა მთვარე, იმიტომ რომ მასა მთვარე ძალიან დიდი აქვს, იმისაც რომ მთვარე დღევანდელი თეორიები წარმოიშვა დაახლოებით დედამიწას ცოტა გვიან, იმიტომ რომ დაეჯახა დედამიწას რაღაცა მასიური დაახლოებით მარსის მასის პლანეტა, რომელსაც მოგვიჯა რაღაცა ნაწილი და ის ცალკე ჩამოყალიბდა, ჩვენ ცალკე ჩამოყალიბდით. მთვარეს ბევრი წვლილი აქვს, მთვარეს დიდი წვლილი აქვს, ამბობენ რომ დაუშვათ სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებითაც. მე დეტალები მე ნაკლებად ვიცი, იმიტომ რომ ბიოლოგები ფიქრობენ ეგეთ რაღაცებს და მე გეტყვით მხოლოდ რამდენიმე რამ. მთვარე შორდება ჩვენ. აი ესეთ სასაცილო
ისტორიები ხდება ხოლმე ხანდახან თვარესთან დაკავშირებით და მე რაც შემთხვევია იმას მოგიყვებით. ეს იყო 2011 წელი, როცა თვარე ძალიან მოგვიახლოვდა. ჩვეულებრივი ამბავია რა, ხან მოდის გვიახლოვდება, ხან მიდის, ეგ ჩვეულებრივია, ისე ველიფზე მოძრაობს, მაგრამ ის ელიფსი მაშინ მოხდა ახლოს დედამიწასთან, ეგეთი რაღაცა იყო. მოგვიახლოვდა თვარე როგორც წესი თბილისში მაშინ ატყდება ხოლმე უბედურება, როცა ესეთი საინტერესო მოვლენა ხდება ასტრონომიულად, იწყებენ რომ აი დაგვეცემა და აი რაღაც უბედურება მოხდება თბილისში, რატომღაც გქონიათ ეგეთი რაღაცა, რომ თბილისს დაეცემა, თვარე მაინც არ თბილისს როგორ უნდა დაეცეს. მერე ჩვენ ასტრონომები საწყლები ვიწყებთ იმის მტკიცებას, რომ არა ეს შეუძლებელია, ეგეთ რამე არ მოხდება, აი არაფერი არ იქნება, ეგეთი რაღაცა და ერთ-ერთი ესეთი მოახლოების დროს გამოვდიოდ რომელიღაც ტელევიზია არ მახსოვს და იქ ვამტკიცებდი რომ აი არ მოხდება ყველაფერი წყანათი და არ შვიდით ხალხო და რაღაცა და მეორე დილით ხდება მეზობელი ასე ჩვენ ხო ორ დიპლომიანი ტაქსისტებით ძალიან დიდრები ვართ მაგრამ ელემენტარული რაღაცები არ ვიცი მეზობელი რომელიც საკმაოდ განათლებული ხალი მეკონა ყოველთვის კიდე ჩამოდივარ და მეუბნება აი გუშინო და ნახეო ტელევიზორში რომ გამოდიოდიო და ეხლა გიყურებო თუ ოჯახს გახიზნაო ესე იგი გვატყუები აი გეფიცებით ყველაფერს გაავშრი როგორ უნდა გახიზნო სად უნდა გახიზნო ოჯახი ნუ ეხლა თვარე რომ კოჯორში დაიმალები თუ ანგლისში წახვალ თუ რასიზავ ეხლა როგორ უნდა გახიზნო ნუ რაღაც ეგეთი ხდება ხოლმე ხანდახან ჩვენი მაშინ თვარეზე სერიოზულად თუ ლაპარაკებთ ერთი საინტერესო დეტალია თვარესთან დაკავშირებით რომ თვარე წერადაც გითხარით რომ თანდათან გშორდება წელიწადში დაახლოებით 3-4 სანტიმეტრით მიდის უკან და უკაცრავად ეს იწვევს დედამიწის შენელებას. რო იცოდეთ, დედამიწა როცა ჩამოყალიბდა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ, სხვადასხვა ავტორები სხვადასხვას ამბობენ ხოლმე, მისი ბრუნვის პერიოდი, ანუ ჩვენი დღე-ღამე, დღევანდელი საათით ვაიღოთ, ხო, წერან ამოვიწყე მეთქვა რომ ასტრონომიის მოგონებულია საათიც. ასტრონომიამ შემოიტანა ჩვენ ცხოვრებაში ჩვეულებრივი საათი, რასაც ჩვენ ხმარობთ, ეხლა მობილურში რაც გვიყენია თუნდაც. ის საათი მაშინ იყო 8 საათი. დედამიწა დღე-ღამე გრძელდებოდა 8 საათი. შემდეგ დაახლოებით 1.5 მილიარდი წლის წინ დედამიწის დღე-ღამე გრძელდებოდა 18 საათი. დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ ეს საინტერესოა რომ უკვე ბიოლოგიურ ობიექტებშიც არის დაფიქსირებული და გამოკვლეული. დედამიწის დღე-ღამე გრძელდებოდა 23 საათნახევარი. და ნელა ვანელებთ ესეთ ცვლას ჩვენ დედამიწის ბრუნვას, ვისაც ძილი გვიყვარს, ცოტა ხანში უფრო მეტი ძილის საშუალება გვექნება ხოლმე. აი თუ გახსოვთ, თუ შეგიმჩნევიათ, რამდენიმე წლის წინ მოხდა შუაღამისას ერთი წამი დაგვეკარგა ცხოვრებიდან. გვითხრეს, რომ აი გამოაცხადეს, რომ აი ამაღამ ერთი წამით გადახდება, დრო გასვერდება ერთი წამით, ზუსტად ამის გამო ხდება ხოლმე, რომ შეატახონ დაუშვათ დედამიწის ბრუნვა იმ ასტრონომიულ მოვლენებთან, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება. კაი, გავაგრძელეთ ეხლა და აი როგორ არის აქ ერთი ის არის, რა ვიცი, ალბათ ნახოთ რა რამდენად საინტერესოა ვიდეო მაქვს მოტანილი, თვარის ადგილას რომ ჩვენი პლანეტები მოვათავსოთ, როგორ გამოჩნდებიან ისინი. როგორი მასშტაბი, ოი, მადლობა. ნორმალურად მიდის. აი. მადლობა. აი შეხედეთ. აი ეს არის თვარე. შეხედეთ და იგივე მასშტაბში თვარის მანძილზე რო იყოს ეს პლანეტები მოთავსებული. მარსი როგორ გამოჩნდებოდა? წარმოიდგინეთ რომ თვარემდე მანძილი 384,000 კილომეტრია. საშუალო მანძილზე აქ ლაპარაკი იყოს. მაგრამ ვენერა ზომებით ჩვენ წაგვაქვს დედამიწას თავისი დიამეტრითაც, მასითაც დაახლოებით ჩვენაირია. მერე მოდის უკვე გიგანტი პლანეტები ნეპტუნი მერე ურანი აქ არეულია ჯობდა რომ ჯერ ურანი ყოფილიყო მერე ნეპტუნი ზომითაც და იმითაც ეგრე არის დალაგებული ურანი რომელიც პლანეტა რომელიც პირველად აღმოაჩინეს ტელესკოპით ურანი და ნეპტუნი ტელესკოპით აღმოაჩინეს ასტრონომებმა და აი შემოვიდა ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში გიგანტი იუპიტერი 12 ჯერ დიდია დედამიწაზე თავისი დიამეტრით და 318 ჯერ თუ არ შეიძლება რიცხვი არის მძიმე დედამიწაზე ბოლოს არის ყველაზე ლამაზი პლანეტა სატურნი, რომელიც აი შეხედეთ როგორი რგოლით არის გამორჩეული. ბუნებრივია სატურნი ან იუპიტერი ყოფილიყო მაგ ადგილას, თვარის ადგილას, მაშინ ის კი არ იქნებოდა ჩვენი თანამგზავრი, არამედ ჩვენ ვიქნებოდით მისი თანამგზავრი და ამით იქნებოდა ეს რაღაცნაირად ცნობილი. ხო, აი აქ ჩაიარა ტიტანმაც, რომელიც დედამიწის მესამედია დაახლოებით ეს არის სატურნის მთვარე. კაი, გადავრთათ ახლა შემდეგ ობიექტზე.
ეს არ გვინდა გამოტოვოთ მაგის დრო არ არის და მივდივარ თანდათანობით მივიდეთ მზესთან. მზე არის ჩვენი ცენტრალური სხეული, მზის სისტემის ცენტრალური სხეული და განსაკუთრებული საინტერესო და საჭირო ჩვენთვის. აი წეგან მე რომ დავასახელე თქვი რომ 10,000 ასტრონომია მეთქი დედამიწაზე და ამ 10,000-დან რა ხდება ვიღაცას გაეკიდნენ კაცი. 10,000-მდე ასტრონომია დედამიწაზე მეთქი და ამ 10,000-დან მხოლოდ 2,000 სწავლობს მზეს, კონკრეტულად მზეს სწავლობენ ისინი, იმიტომ რომ მზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია. ჯერთ იმიტომ რომ მზემ შექმნა ესეთებად გარკვეულწილად, რაღაცა ჩვენ წარმოადგენთ, მაგალითად არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ მზის გამოსხივების მაქსიმუმი სადაც მოდის, ზუსტად იქ არის ჩვენი თვალი მგრძნობიარე. მზე რო ყოფილიყო უფრო წითელი ვარსკვლავი და ცივი ვარსკვლავი, როგორც ბეტელჰეიზეა მაგალითად, მაშინ ჩვენ დავინახავდით ბინდბუჩი კარგად, მაგრამ დღის სინათლეზე ვერ დავინახავდით. მზე რო ყოფილიყო უფრო ცხელი ვარსკვლავი, მაგალითად როგორც რიგელია, ისე ვიქით გავიშვერე ხელი, მაშინ ჩვენ დავინახავდით აი შედუღების აპარატის ნათება რო არის ძალიან კაშკაშა. ეგეთი ნათების დროს, მაგრამ უკვე ჩვეულებრივ აი ესეთ ამაში ვერ დავინახავდით ვერანაირად. ანუ ჩვენ აგებულები ვარ ზუსტად მზეზე და მზის გამოსხივებაზე ვაქრებ. გარდა ამისა, მზე დღეს ძალიან ბევრს, ეხლა ეს მზის ის რა არის მოყვანილი აქა, რომ ეს თქვენ ხედავთ მზეს, რომელსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ დავინახავთ. ეს არის მოკლეტალღოვანი გამოსხივება მზისა, ის თვალით არ მოჩანს ხოლმე და გადაღებულია კოსმოსური ხომალდებიდან. აი როგორი ამოფრქვევები ხდება, პროტუბერანცები ამოფრქვევა ამ დროს, წარმოიდგინეთ რომ ამ პროტუბერანცის სიმაღლე აღწევს 300-400,000 კილომეტრს. 60 წუთში იმფრქვევა მაქელეზე, ესე იგი დედამიწიდან მთვარემდე მანძილს გადალახავს ხოლმე იმხელა ამოფრქვევები ხდება. ანთებები მზეზე ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რა ხდება, მოხდა აქტიურია მზე და ეგეთი რაღაცები. ანთებები მზეზე როცა ხდება, აი ეს გამოყოფს ენერგიას, რომელიც დაახლოებით 100,000 თერმობირთული ბომბის აფეთქების ტოლფასი არის ხოლმე. მეცნიერება ხანდახან რო გვაშინებენ 10,000 ბომბით ამერიკელები და რუსები. ამ დროს მზე თითო აფეთქებაში 100,000 თერმობირთულ ასეთ ბომბს ისხრის. ეს მზის ცნობილი ლაქებია, რომელიც მის აქტიურობას კარგად ახასიათებს ხოლმე. ეხლა რო ყოფილიყო დღე მოწმენდილი ამინდი და ტელესკოპი ქონდა, სხვა შორის ძალიან ლამაზი საყურებელია თვითონ ეს მზის ლაქები ძალიან ლამაზი სანახავია, როგორ გადაადგილდებიან, რა ფორმები აქვს, ბევრი ლაქებია ეხლა სხვათა შორის. ბევრი ლაქები იმიტომ არის, რომ მზე ეხლა აქტიურია, ეს 25 წელი ითვლება მზის აქტიურობის წლად. მზის აქტიურობის წელი გარკვეულწილად ბევრ რამეში მოქმედებს ადამიანებზე, როგორც სოციალურად, ასევე ტექნიკურად, ასევე რაღაცა სხვადასხვა ფაქტორებით. მაგალითად ცნობილია, რომ როცა მზე აქტიურია, მაშინ დედამიწაზე მატულობს სიკვდილიანობა გულსიზავთა დაავადებებით, ავტოავარიების რიცხვი, ფსიქიკური შეშლილობათა რიცხვი და სხვა. ასევე მატულობს რევოლუციები, მატულობს ომები, მატულობს მთელი რიგი საკითხები შეიძლება ჩამოითვალოს უარყოფით, რომელიც მზის ამ აქტიურობასთან არის დაკავშირებული ხოლმე. მაგალითად ტექნიკური მიმართულებით რა შეიძლება ითქვას, რომ მზეზე ხანდახან ხდება ისეთი ძალიან დიდი ამოფრქვევები და ესეთი ამოფრქვევა იყო 1859 წელს უკაცრავად. კერინგტონის ამოფრქვევას ვეძახი ჩვენ ამოფრქვევას. მეცნიერმა კერინგტონმა შეისწავლა ეს ამოფრქვევა. მაშინ ახლა 1859 წელი წარმოიდგინეთ რა იყო გავრცელებული სატელეგრაფო აპარატები და ეგეთ დონეზე იყო მთელი ჩვენი ელექტროობა და ელექტრონიკა და აი იმ ამოფრქვევის შედეგად იმდენმა მუხტმა გაიარა ამ აპარატურაში, რომ დაიწვა ძალიან ბევრი სადენები, გადამცემები და ოპერატორებსაც კი ურტყავდა ხოლმე დენს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერი ეს გავითვალისწინოთ, ვისწავლოთ და ამიტომ არის ხშირად უამრავი. აი მაგიტური დღე იყო თავიმტკიო და ზუსტად ამასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ეხლა მე უარყოფითები ხო, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ თუ ისეთივე ამოფრქვევა იქნება, როგორც 1859 წელს, გაითვალისწინოთ, ჩვენი გათიშული მობილური ტელეფონებიც კი დაიწვება. დაიწვება კომპიუტერები, ყველაფერი ისეთი ელექტრომაგნიტური ტალღები გავრცელდება, რომ ეს ჩვენი ტექნიკა პრაქტიკულად მოკვდება და ცნობილია, რომ ამერიკის ინდუსტრიის 70% გაითიშება აი ერთი ამოფრქვევის შედეგად. ესეთი რაღაც საშიშროებები შეიძლება მოგვიტანოს ჩვენ მზე. დადებითებიც გააჩნია მზის ამოფრქვევებს, მაგალითად და მზის აქტიურობას. დადებითებში რა შეიძლება ითქვას, რომ მაშინ როცა აქტიური წელიწადია, მოსავალი მოდის ძალიან კარგად. მაშინ ხეები კარგად იზრდებიან,
თაგვები და ის ირმები და ისინი ყველა ცხოველები მრავლდებიან, საოცარი მიგრაციები ხდება ხოლმე მაგრო ცხოველთა სამყაროში და კიდევ ერთი რაღაც ადამიანები უფრო შეყვარებულები არიან, ისე რომ აი წლევანდელი წელი გთხოვთ გამოიყენოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ამისაც უფრო მეტად ემოციურად განწყობილები არიან ადამიანები ასეთი მოვლენების მიმართ. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე, ხო და კიდე ის იმაშობა, რომ სხვა შორის რევოლუციებით მაგ წლებში ხდება ხოლმე რა იქით. ხელს ესე ჩუმად გავიქნებ გითხარეს. ხილათ უნდა იყვნენ ვიღაცეები. საინტერესო რა დეტალია იცით, რომ იყო ესეთი პროფესორი ჩიჟევსკი, ჰელიობიოლოგიის ფუძემდებელი, რომელმაც განაცხადა, რომ 1917 წლის რევოლუცია იმიტომ მოხდა, რომ ძალიან ბევრი ლაქები იყო. ეს იყო 1954 წელს განაცხადა ჩიჟევსკიმ, ამ გამონათქვამის გამო ჩიჟევსკი 10 წლით სიბირში გადაასახლეს. მაგრამ ფაქტი რჩება, რომ 1917 წელს, როცა ძალიან ბევრი ლაქები იყო მზეზე, მოხდა რუსეთში რევოლუცია. 1991 წელს იყო კიდევ აქტიური წელიწადი და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, კომუნისტები მოვიდნენ 17-ში აქტიურობის დროს და წავიდნენ ასევე 17-ში 91-ში ისევ აქტიურობის დროს. ეხლა რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში რაიმეს კი არ ხდება, სადაც სოციალურად შემზადებული ფონია შეიძლება ზე იწოდეს რაღაცა ჩვენში აგზნებადობას, რომელიც აი ეგეთ რაღაცებს იწევს ხოლმე. მაგას გულისხმობ. ეხლა მე აქ მინდოდა აი ამაზე ცოტა მელაპარაკა. ძალიან ხო არ გამიგზელდა ხალხო? ვაგზელო? კი ბატონო. მე მინდოდა მელაპარაკე არა ვერ მოასწრე, მე დამალევია. ხო და ის რა ქვია, აქ მინდოდა მელაპარაკა აი ამ მარსის შემდეგ არის ეგეთი ასტეროიდების სარტყელი. ჩვენ ძალიან ხშირად გვემუქრებია ხოლმე, რომ აი ჩამოვარდება რაღაცა დაგვეცემა და ასე შემდეგ. მაგაზეც. მე მინდოდა მეჩვენებინა საიტი, არის აი ამ წვიმაში რაღაცები ყველაფერი აირია. საიტი, სადაც თქვენ თვითონ შეგიძლია შეხვიდეთ და ნახოთ რა გვეცემა, როდის გვეცემა და როდის აპირებს დაცემას. ვიღაცა ჟურნალისტისგან რა ის ეთქული რო არ გაი. ესენი ყველაფერი ინფორმაციები, ბატონო. ის მიკროფონი გაფუჭდა. კაი ბატონო. და ესეთი რაღაცები. ახლა აქ არა მაქვს მოტანილი, აი შეხედეთ რა ხდება ხოლმე ესეთი იმის დროს. ეს არის გაითვალისწინეთ საკმაოდ სახიფათო მოვლენა არის თუ რამე დაგვეცა. დედამიწას ბევრი ესე დაცემა გადატანილი, აი შეხედეთ. ეს სულ რაღაც მუჭისხელა ასტეროიდი შეიძლება იყოს. წარმოიდგინეთ, ეს მუჭისხელა ასტეროიდი ამხელა აფეთქებას იწვევს ხოლმე. ადრე იყო ჩვენ ჟურნალისტებს ეწერეთ ეგეთი რაღაცა რაჭის წებში რაღაც ჩამოვარდა. მოკლედ არ ვიცით რა ჩამოვარდა და ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ ეს ნიშნავს, რომ ამ პატარა თვითმფრინავი ჩამოვარდა, ან დიდი ასტეროიდია. ან და პირიქით არის დიდი ასტეროიდი, პატარა ასტეროიდი, დიდი დავარდიზოს პატარა ასტეროიდი და დიდი თვითმფრინავი ერთი და იგივე აფეთქების ეფექტს გამოიწვევდა. საქმე იმაშია, რომ ეს ასტეროიდები, რომელიც ჩვენ გვეცემიან ხოლმე, მაგათ ძალიან მაღალი სიჩქარე. მაგალითად, შეიძლება 15 კილომეტრი წამში, 20 კილომეტრი წამში, 10 კილომეტრი წამში და ზომაში დიდი ქვაა. ჩვეულებრივი ქვა, ის კი არ ფეთქდება, უბრალოდ დაცემისაგან იმხელა ტალღა მიიღება, რომ ეს არის. მაგალითად, ის თუ ავიღებთ ეხლა ტუნგუსკის მეტეორიტი იყო, მოგეხსენებათ, ცნობილი მეტეორიტია, რომელიც 1906 წელს ჩამოვარდა რუსეთში, სადღაც ტუნგუსკაში. ამ მეტეორიტის დაცემისაგან 120 კილომეტრის რადიუსში მთლიანად მოისპო ტყე. ეხლა რუსები ჩუქჩებს არც მაშინ ითვლებდნენ, არც არ არიციან რამდენი დაიხოცა, რა მოხდა ეგეთი რაღაცა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფარო და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ თბილისსა და აბასთუმანს შორის არის დაახლოებით 250 კილომეტრი. შუაში რომ ჩამოვარდეს ეგეთ, წარმოიდგინეთ, აი ესეთი მთელი წრე მთლიანად მოისპობა, რაც არის. ეს საკმაოდ ისეთი მოვლენაა ხოლმე. საბედნიეროდ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება მაგისგან თავის დაცვით. დინოზავრები მაგით გადაშენდნენ და ჩვენ კიდე დინოზავრები არა ვართ. მაგით კი კაი საქმე გააკეთეთ, თორემ მაშინ ჩვენ არ გამრავლდებოდით. და ეს რა ქვია, აი წარმოიდგინეთ, ჩვენ შეგვიძლია ავაკვირდებით ამას მუდმივად. ყველა ესეთი ობიექტი აყვანილი არის კონტროლზე, რომელსაც აქვს, ესე გვეძახით ჩვენ, მაგათ ეძახიან დედამიწის ახლო ასტეროიდებს, რომელსაც აქვს ალბათობა, რომ როდისმე დაეტაკოს დედამიწას. ეგეთი ასტეროიდები ყველა არის აყვანილი კონტროლზე, აკვირდებიან მათ და თუ რამე ხიფათი შეიქმნება მათგან, დარწმუნებული ვარ, მაშინ უკვე ადამიანებს ერთი თქვიან, ორი ის აქვთ, რომ თუ რაღაცა გარე ხიფათია, მაშინ ყველა ერთად ირაზმება ხოლმე და ან აფეთქებენ, როგორც ფილმი არმაგედონია, მაგრამ ეს ძალიან ცუდი სცენარია, ან და სადაც გაუშვებენ შორს და მოაბრუნებენ, გადაისვლიან და რაღაცა ეგეთები.
ეხლა მე ისევ გავაგრძელებ სხვათა შორის გახსოვთ ის რომ ამერიკელებმა რომ დაატაკეს ასტეროიდის თავისი ხომალდი ეს ჩვენთან ობსერვატორიის აბასტუმის ობსერვატორიაში გადაღებული და აი ეს როგორ ჩანდა შემდეგ ფილმად გააკეთეს ჩვენმა თანამშრომლებმა და როგორ აი შუაში რო წითელი წერტილი ამ წერტილზე ალაპარაკი ეს არის ორმაგი ასტეროიდი დიდიმოსი და მისი თანამგზავრია და აი დატაკების მომენტია და ამ დროს აი ხედავ დატაკების მომენტში ეს ფართოვდება მტვერი გამოისროლა აფეთქდა და დაიშალა ის თანამგზავრი რაღაცები მოვიდა ნუ ეს იყო საჭირო იმისაც რომ მომავალში თუ მსგავსი საშუალება დაემუქრა დედამიწას რითი უნდა დავეტაკოთ რითი უნდა მოვიცნოთ მაგაზია ლაპარაკი ეხლა მოდი გადავიდეთ აქედან უკვე და ნუ ეხლა იუპიტერი ჩრდილოეთის სიალით ხოლმე დამავიწყე რომ მზის აქტიურობასთან დაკავშირებულია ძალიან ჩრდილოეთის სიალები აი ჩვენი ლამაზის ჩრდილოეთის სიალები როცა მზე აქტიურია რაც უფრო აქტიურია მზე მით უფრო მეტია ხოლმე და როცა მიდიან სანახავად მე ვურჩევ ყველას რომ აქტიურობასთან დააკავშირონ ეს ყველაფერი აი ამას გამოვტოვებ ეხლა მე მგონი ძალიან გავჭიმი არა დრო აი სატურნი ზეგან ვიღაცამ თქვა რომ სატურნი ძალიან ცუდად მოჩანდა ტელესკოპშიო გააჩნია სატურნს როდის უყურებთ და შეიძლება ცუდად დაინახოთ თუ მაგალითად სატურნი აი ესე მოჩანს როცა რგოლი ძალიან თხელია სატურნის რგოლი ძალიან თხელია და შესაბამისად ხედავთ თვითონ პლანეტას მაგრამ რგოლს იმდენად ვერ ხედავ და სატურნის მთელი სილამაზე კიდე იმ რგოლში არის აი ჩადებული და მაგიტომ სხვადასხვა დრო სხვადასხვა სტილით მოჩანს ხოლმე ეს არის პლუტონი და ქარონი და კაი გავედით ახლა მე მინდა რამდენიმე დეტალს ვიტყვი და მეტად აღარ შეგაბეზრებ თან დავსვენდით მე მგონი ყველანი როცა ვლაპარაკობ ჩვენ ასტრონომიულ ერთეულზე როცა ვლაპარაკობ ჩვენ სინათლის მანძილზე მოგეხსენებათ არის ეგეთი ერთეული სინათლის წელიწადი ხშირად ეშლებათ ხოლმე და სინათლის წელიწადი გონიათ დრო არა ეს არ არის დრო ეს არის მანძილის გაზომვის ერთეული აი შეიძლება მეორნაირად თქვათ რომ ეს არის ის დრო რამდენიც ანდომებს სინათლე გავლას ეხლა მარტივი გადასათვლელია ძალიან და აი რო იცოდეთ თქვენ შეგრძნებით რას ნიშნავს მოგეხსენებათ დღე-ღამეში რამდენი წამია წელიწადში რამდენი წამი იქნება ამას იწვევ და შემდეგ ამას უამრავი სინათლის სიჩქარე და იღებ აი ესეთ საშინელ რიცხვს აი ეს ხედავთ ამდენი ხანია 46 წელია უკვე ასტრონომი ვარ და ეს რიცხვი ვერაფრით ვერ დავიმახსოვრე არც ვცდილობ დამახსოვრებას იმიტომ რომ ვიცი რა ეს ერთი სინათლის წელიწადია და მორჩა უფრო მარტივი საქმელია და ამიტომ ასტრონომები უკვე კილომეტრებით აღარ ლაპარაკობენ ხოლმე როცა გადადიხარ თქვენ უფრო გარეთ მერე იწყება წეგანდელი ჰიპარქოსის მეთოდი ხო გახსოვთ რომ ჰიპარქოსმა რა გააკეთა ეხლა ჰიპარქოსის მეთოდი ერთი კიდე კაი თვალსაჩინოება შემიძლია გითხრათ აი გამოიშვირეთ ესე ცერათითი ყველა მწინ და შეხედეთ თქვენ თითს ჯერ ერთი თვალით მეორე თვალით დაინახავთ რომ თქვენი ცერა გადახდა განმოხდა კედელზე არა თუ თქვენ იცით თქვენ თვალებს შორის მანძილი თუ იცით კუთხე როგორი კუთხით გადახდა ამ დროს ეს ცერა თითი მაშინ ძალიან ადვილად გაიგებთ მანძილს თქვენ ცერამდე არ შეგეშალოთ და კედლამდე არ იფიქროთ კედლამდე ვერ გაიგებთ ცერამდე გაიგებთ მანძილს აი ეს არის პარალაქსის მოვლენა ანუ თქვენი გადაადგილებით იცვლება ხედვის კუთხე რაღაც კონკრეტულ ობიექტამდე და ამ ხედვის კუთხეს თუ გაზომავთ და თუ იცით თქვენ მანძილი რა მანძილზე თქვენ გადაადგილდით შესაბამისად შეიძლება ის გამოიცნოთ იმ ობიექტამდე მანძილი რომელსაც თქვენ აკვირდებით აი ეს არის აი შეხედეთ პრინციპი რა არის ვარსკვლავებამდე მანძილის გაზომვისა გაზაფხულზე შევხედეთ ვარსკვლავს და დავინახეთ სადღაც რაღაცა კუთხით არა შემდეგ გავიარეთ 300 მილიონი კილომეტრი ორმაგი შემოbrunდა დედამიწა მეორე მხრიდან 6 თვის შემდეგ შევხედეთ ისე ვარსკვლავს და დავინახეთ მეორე კუთხით თუ გავზომავთ აი ამ კუთხეს რომელიც ძალიან პატარაა ხოლმე სამწუხაროდ მაშინ ადვილად შეგვიძლია გავიგოთ ჩვენ ხო ვიცით ჩვენ რამდენ მანძილზე გადავაადგილეთ არა ძალიან ადვილად გავიგებთ მანძილს აი ამ ვარსკვლავამდე ეს არის პარალაქსის მეთოდი ეხლა კუთხეები რომელზეც აქ არის ლაპარაკი ეს პარსეკი არის პროფესიული ასტრონომიული ერთეული უკვე და ხო იმ სინათლის წელს მიდო და ამის მერე ვიტყვი და გეტყვით რა არის აქ მაგალითად ყველაზე ახლო ვარსკვლავიც კი 1 სეკუნდზე უფრო პატარა კუთხით მოჭას დედამიწიდან წლიური პარალაქსი და წარმოიდგინეთ რა არის ახლა 1 სეკუნდი რუსთაველის სიგრძე თავიდან ბოლომდე არის 900 მეტრი თქვენ ვაიღოთ 3.5 რუსთაველის სიგრძე დაახლოებით 3 კილომეტრი გაიტანოს თიქ 20 თეთრიანი და იმას შეხედოთ აი როგორც დაინახავთ ის არის 1 კუთხური სეკუნდი ბუნებრივია თვალი ამას ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს
ჩვენი თვალი ხედავს 1-2 მინუტის, ანუ 60-დან 100-მდე უფრო დიდ ობიექტებს, ვიდრე 20 თეთრიანია 3 კილომეტრზე რო გადადილი. მაგრამ დღევანდელი ტელესკოპები მაგას ახერხებენ და ერთ-ერთი შესანიშნავი ტელესკოპია გაია, რომელიც კოსმოსში დაფრინავს და რომელიც ზომავს ამ მანძილებს. აი ახლა გაჩვენებთ აქ როგორ იზომება გაიათის მანძილები. აი ყველამ გაიგო ბოლო დროს რომ ვები გაფრინდა და ვებზე იყო დიდი აჟიოტაჟი ატეხილი. გაია დაფრინავს ლიბრაციის წერტილებში დაახლოებით იქ, სადაც ვებია გაშვებული და ჩვენთან ერთად დედამიწასთან ერთად უვლის ცას და მუდმივად იღებს ცას. ეხლა მე ამას დეტალებს აღარ მოუწვდი, აი შეხედეთ დედამიწა მოძრაობს გარშემო, ცოტათი ავაჩქარებ. აი გადავწიოთ კიდე, აი ხედავთ სქემაც ახლა რომელიც ნახეთ იგივე სქემით კეთდება აქაც და აქ საინტერესოა მე ცოტა კიდევ გადავწევ დედამიწის იქით არის გაია მოთავსებული ლიბრაციის წერტილში და აი ამ ფოტოს დააგვირდით ახლა აი მთელი ცა აკეთებს აი ეს მოძრაობას მოძრავი ობიექტისათვის და ხედავთ როგორ ორბიტის მსგავს ელიფსებს შემოწერილი. უი კომპიუტერი არ დამისვენდეს თავი. გაცრავად მაუსი დავარ და მაუსი არ უშავს. წყალიც დაიღვარა მაია. მოგით არა უშავს წყალი არ არის პრობლემა, კომპიუტერი არ დასვენდეს. ამაგდა. აჰა. და მოკლედ ესე ზომავთ ჩვენ ვარსკვლავებამდე მანძილებს. ამიტომ როცა ასტრონომი გეტყვით ხოლმე რომ იქამდე 26 სინათლის წელია, მაგრამ დაუჯერეთ მერწმუნე თქვენ შეგიძლია გადაამოწმოთ და ზუსტად იგივე შედეგს მიიღეთ. ეხლა მანძილებს აქვს ძალიან სხვა დატვირთვაც, ეს ლიბრაციის წერტილი, სადაც ვებია მოთავსებული და გაიაცაა მოთავსებული და ჩვენი უახლოესი, აი მოკლედ ეხლა სწრაფად ჩავირბენ რომ ძალიან ბევრი აღარ გაიჭიმოს. ჩვენი გალაქტიკა ზოგადად აი ესეთი ორი მაცლაფათებში რო წარმოიდგინოთ ერთმანეთს დაადოთ, ეგეთი ფორმის იქნება, კიდეებისკენ შებრტყელებულია, ცენტრში არის ესეთი მრგვალი, ჩვენ კიდეებში ვცხოვრობთ, აი დაახლოებით ხედავთ სადა ვართ ჩვენ. ეს არის საკმაოდ შორს ცენტრიდან, პროვინციალები ვართ, ჩვეულებრივ გაგებით, ჩვენი მზეა პროვინციალები, ჩვენ შესაბამისად პროვინციალები ვართ და კარგია რომ პროვინციალები ვართ, იმიტომ რომ ცენტრში ჩვენ ვერ დავიბადებოდით. ცენტრში არის ყველაფერი ბებერი მატერიისგან შემდგარი, სადაც ძიმე ელემენტები ნაკლებად არის და ძიმე ელემენტები კიდე იმან ვეღარ გადაიღო, ეთყობა დაინტერესებენ რას ვლაპარაკობთ აქ რატო ვარ შეკრებილი. სხვადასხვა ობიექტები და მოდი გაჩვენებთ. აი ახლა მოწმენდილი რო ყოფილიყო, მეკითხარით რომ ბეტელჰეიზეს გაჩვენეთ იმედი. ბეტელჰეიზი არის ვარსკვლავი ზეა, რომელიც უნდა აფეთქდეს ცოტა ხანში როგორც ზიახალი ვარსკვლავი. ამას ასტრონომები ელოდებიან და მოდი აი გაჩვენებთ ამ მაუსი ჯიბეში ვქა რა. როგორ იმასთან გვექნება საქმე. ბეტელჰეიზი არის თან ახალგაზრდა და თან უკვე ბებერი ვარსკვლავი. საქმე იმაშია რომ მან გაიარა თავისი ევოლუციის მთელი გზა, ძალიან მასიურია, ასტრონომია შეგვიძლია საერთოდ სამყარო შეგვიძლია უკაცრავად, რაც უფრო მასიურია ვარსკვლავი, მით უფრო მალე გადის თავის ევოლუციის გზას. და გაიარა ჩვენ ვაკვირდებით მას უკვე მომაკვდავს. ბეტელჰეიზე ყოველთვის ასტრონომები ამბობენ რომ შეიძლება დღეს ხვალ აფეთქეს, შეიძლება მოიწმინდოს და უცებ დავინახოთ რომ აფეთქებულა ბეტელჰეიზე. ბეტელჰეიზეზე მანძილი დაახლოებით 600 სინათლის წელიწადია. იგი მასით არის 20 ჯერ უფრო დიდი ვიდრე ჩვენი მზე და მოცულობით 1 მილიარდჯერ დიდია ვიდრე ჩვენი მზე. წარმოიდგინეთ რა ხელა ბეტელჰეიზე, გიგანტი ვარსკვლავია და ეს ვარსკვლავი რო აფეთქდება, ჩვენამდე ინფორმაცია მისი აფეთქების შესახებ, აი მანძილი 600 სინათლის წელი მაგას ნიშნავს. მოვა მხოლოდ 600 წლის შემდეგ. მე წეგან დამავიწყდა მზეზე მეთქვა რომ მზედან ჩვენამდე ინფორმაციის მოსვლას ამდომებს დაახლოებით 8 წუთი და 3 მიათედი სინათლე. აი თუ თეორიულად დაუშვათ რომ უცებ მზე ჩაქრან და რაღაც ზაპრებში რო იყო გველეშაპა ჩაყლაპა მზე. ჩვენ 8 წუთი და 3 მიათედი ვერანაირად ვერ მივხვდებით ამ ფაქტს რომ მზე აღარ აფყავს. აი მაგას ნიშნავს ეს სინათლის წელი, მაგას ნიშნავს ეგ მანძილები და ყველაფერი მაგასთან არის დაკავშირებული. ეხლა ეს ბეტელჰეიზე გავიაროთ უკვე და აქვე არის ერთი ლამაზი, მაგრამ მოდი რა ცოტა აუჩქარებ, თორე მართლა ცოდონი ვარ. ბატონო შეიძლება აფეთქებულია კი და ეხლა
აი ხო გეუბნებით რომ მოიწმინდოს უცებ შეიძლება დავინახოთ რომ აფეთქებული ყოფილა და იქიდან მოსულ კი ეგეთი სიტუაცია, იმიტომ რომ ყველა ასტრონომი ელოდება როდის დაინახავს ბეტელჰეიზზე ჩასაფრებულები არიან და რაღაცა და წარმოიდგინეთ ბეტელჰეიზი რო აფეთქდება, სავსებთვარე როგორ ანათებს, ხო გახსოვთ? აი დაახლოებით ეგრე გაანათებს ბეტელჰეიზზე. ერთდროულად გვექნება ორი სავსებთვარის განათება დედამიწაზე ბეტელჰეიზზე საფეთქების დროს. ბატონო? არა, მე დაახლოებით 1-2 თვე გაგრძელდება შალვა და მე დაიწყებს კლებას და ჩაქრება რაღაც ეგეთი იქნება. მე დარჩება შავი ხვრელი იმ ადგილას, სადაც ბეტელჰეიზზე იყო და ნუ ის გარსი გაფართოვდება და ასე შემდეგ. აი ეს არის პულსარი. პულსარის კიბორჩხალას ნისლეული მოდი ამას გადავახტუნებ. ხო, რა მინდოდა ერთი აქ მე თქვა რომ ხშირად აი ესეთ ფერად და ლამაზ სურათებს რო უყურებენ ხოლმე, გონიათ რომ ჩვენთან ეგეთი რაღაცა არ შეიძლება გააკეთო. ეს არის ჩემი სტუდენტების გაკეთებული ორიონის ნაწილი. აი წეგან ორიონი რო იყო, აი ამის ნაწილია და სტუდენტებს აუგზალე რამენაირად დაემუშავებინათ, რომ იმიტომ რომ ასტრონომი ვალდებულია ორიგინალი შეინახოს ხოლმე ყოველთვის გადაღებული და ეგეთი რაღაცა და ანუ ჩვენთანაც ისევე შეიძლება ის ფერადი და ლამაზი სურათების მიღება, როგორც ხებს აქ თქო მიღებული. და აქ პულსარის ხმა არის, მაგრამ თვითონ პულსარის სურათი აღარ წამომიღია. თუნდაც აი ეს მოდი ეს გავუშვათ და აქედან გაჩვენებთ მე რა არის კიბორჩხალას ნისლეული. ესაც აფეთქებული ზიახალი ვარსკვლავია, რომელიც 1000 გადახტა უკან, ნუ კაი, დავანებოთ იმასაც თავი არა უშავს. ეს არის სფერული გროვები ჩვენი galaktikis ცენტრისაკენ, როცა მივდივართ თანდათან გიგანტური ობიექტებია, წარმოიდგინეთ ამ გიგანტური აი ამ სფერულ გროვაში 100,000-მდე მზე არის ერთად შეკრებილი. როგორი ობიექტი იქნება ის მზეები, ეს ყველაფერი მზეებია ძალიან ბევრი და ასე შემდეგ და მოდი ამას გაჩვენებთ მაინც, იმიტომ რომ ლამაზი ნისლეულები ჩვენს galaktikაში და გარეთ ეგ აქ არის ძირითადად ჩვენი galaktikis ობიექტები და კიდევ ერთი ცალი galaktika არის. აი გეტყვით რომ galaktika დანარჩენი არის ნისლეულები, რომ ეს არის ნატურალური ობიექტები ცაში, რო იცოდეთ ხალხო, არანაირად გაფერადებული და მოტყუებით რაღაცები არ არის. საქმე იმაში, აი ეს მოჩანს ხოლმე ეს ობიექტები. უბრალოდ ხანდახან შეიძლება პატარა ტელესკოპით შეხედოთ და ეს ფერები ასე კარგად ვერ შეიგდოთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენი თვალის ბრალია ეგა. თვალი ფერებს გრძნობს, როცა ძალიან კაშკაშა ობიექტს უყურებს. აი თუ დიდი ტელესკოპში ჩახედავთ იგივე ობიექტს, მაშინ ფერებსაც ხედავთ და ძალიან კარგ ფერებს ხედავთ ხოლმე. აი მაგაზია ლაპარაკი. მოდი აქ ცოტა კი. აი ეს ფერები ძალიან კარგად ჩადა 1.25-დან, აზეტეთ 11-დან. ეხლა რო დააყენეს იმას სამწუხაროდ თვალი ჩასახედი არ აქვს. მოდი ამას ერთი ცოტა ავაჩქაროთ, თუ წინააღმდეგები არ ახართ. აი ესე და აი აქ არის ერთი მინდა გაჩვენოთ და მივა ალბათ იქამდეც. აი აბასვიდან ჩაანდა შეკითხვა დაისვა ესეთი იმხელა სიამოვნება ტელესკოპში როცა ამას უყურებ მაგალითად ორიონის ნისლეულს, რომ რა თქმა უნდა ძალიან სუბიექტურია, მაგრამ ისეთ შეგრძნება მქონდა რომ სითბო გადმოდიოდა იქიდან ჩვენ. აი რო უყურებდი ახლა რა თქმა უნდა სითბო უნდა გადმოვიდეს იქიდან. რა სითბო უნდა გადმოვიდეს იქიდან, მაგრამ როცა უყურებდი ხოლმე შეგრძნება იყო ისეთი რომ სითბო გადმოდიოდა ორიონს რო უყურებდი ზაზა მაგ იყო ძალიან ისეთი რაღაცა რა. და ის გროვები ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია დიდ ტელესკოპში ოღონდ და პატარა ტელესკოპით გადაღებულია ძალიან, იმიტომ რომ ფოტოგრაფიას რა აქვს უნარი დააგროვოს მოსული სინათლე და აი ამიტომ არის ეს ფოტოგრაფიაში ძალიან ეს ყველაფერი არის ცაში. რასაც უყურებთ. ვალენტინი გაიარა? ვალენტინს გაუვლია, ხო, ვიდეო და იმაზე აქცენტი გამეკეთებდი ეს ხალებისთვის მეთქი, მაგრამ გაუვლია უკვე. აი ბატონო, გადავედით ახლა ერთი კარგი და აი ჩვენი galaktika, ესე წარმოუდგენიათ მეცნიერებს, ბუნებრივია ეს არ არის ჩვენი galaktikis ნატურალური გადაღებული ფოტო. პრობლემა იმაშია, რომ რა გვჭირს ჩვენ galaktikაში, იცით, აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვართ სახლში შიგნით და ვიღაცა გვეუბნება, რომ დავხატო ეს სახლი გარედან.
ამიტომ რადგან ვერ გავდივართ galaktikიდან, მისი დახატვა ცოტა ძნელია და ვადარებთ ხოლმე. სხვა galaktikებს რაღაცეერთ მოყვავს შიდა შესწავლეს. ჩვენ ცხოვრობთ სადღაც აი აქ. აი თბილისის მასშტაბებით რო ვილაპარაკო და აქ იყოს თავისუფლების მოედანი, სადღაც გზაში ვართ ან თემქაზე ან რაღაც ეგეთი. ესეთი რაღაც არის ჩვენი galaktikაში, ჩვენი ადგილი, აი ეგეთი რაღაცა ხდება ხოლმე რა. და ვიმეორებ, რომ გზაში და თემქაზე გაცილებთ უკეთესი აერია, ვიდრე თავისუფლების მოედანზე. არა, ეხლა არა. ეხლა თავისუფლების აერი აქ არის, მაგრამ ზოგადად იქ მართლა ობიექტურად აერი უკეთესია. აი ხშირად კითხულობენ ხოლმე რა არის შავი ხვრელები. ეხლა ნახეთ შავი ხვრელები ძალიან ჩვეულებრივი ობიექტებია. შეგვიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ხშირად ესეთ შეკითხვებია, რომ შავი ხვრელი ჩაყლაპავს, შეგჭამს და ამას გიზავს და იმას გიზავს. უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი ყლაპავს. ყველაფერი მზეზე თუ დაეცით, ჩაყლაპავთ. მზეს თუ ვერ გამოასწარეთ, დედამიწას თუ 11.3 კილომეტრი არ აქვს და ვერ მოწყდები, ის აუცილებლად ჩამოვარდები დედა. იგივე ხდება შავ ხვრელში, მეტი არაფერი. შავი ხვრელი ისეთი მასიური ობიექტია, რომელიც და სინათლეც კი არ გამოდის. აი, ეხლა ხო თქვი რომ დედამიწა რომ დატოვოთ 11.3 კილომეტრი წამში გჭირდებათ. ზერო დატოვოთ დაახლოებით 600 კილომეტრი წამში გჭირდებათ. აი, შავ ხვრელი რომ დატოვოთ გჭირდება 300,000 კილომეტრზე მეტი სიჩქარე. ეს კიდე სინათლესაც არ აქვს, ამიტომ შავ ხვრელს ვერაფერი ვერ ტოვებს. მეტი არაფერი არ ხდება, ჩვეულებრივია. აი, ეშინიათ ხოლმე ადამიანს როგორც შემჩნეული შავი ხვრელებს და იმიტომ ვამბობ ესე ვამარტივებ სიტუაციას და უფრო მეტი შემიძლია გითხრათ, სამყარო რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, შავი ხვრელია გარედან. შიგნით ცხოვრობთ ვართ ნორმალურად და რაღაცა. აი, გარედან სხვებისთვის ჩვენ ვართ შავ ხვრელში მაცხოვრებელი ადამიანები. ეგეთი რაღაცა იცოდეთ. არა, პირდაპირ ვართ ესე. პირდაპირ ხო, აბა. გარედან ვერავინ ვერ დაგვინახავს. ეხლა გავაგრძელებ ამას, აი ჩვენი galaktikis ცენტრში მოთავსებულია შავი ხვრელი, ეს ფოტო ცოტა სხვა იმიდან არის, რომლის გარშემოც აღმოაჩინეს უცნაური ობიექტი, რომელიც დარბის. აი ეხლა ვიდეოში არ მოჩანს ესე კარგად რომ დარბის, მაგრამ აქ ნელად არის რატოღაც ესეთი ვიდეოა, ის საკმაოდ სწრაფად დარბის და ამასთანავ კი ეხლა ვერ გამოვიყვან სხვა ლექციაში მაქვს ვიდეო, რომელთაც ეს აღმოჩნდა ეს ობიექტი რა არის და ძალიან სწრაფად იცვლის თავის ღერს. აინშტეინის თეორია მტკიცდება აქაც, რომ ბრუნვის ღერს იცვლის და შესაბამისად გრავიტაციულ ვერში ეს ბრუნვის ღერდი ძალიან სწრაფად იცვლება ეგეთი რაღაცა. ეხლა ბოლოსკენ მივდივარ და ამიტომ ანდრომედას galaktikაზე გეტყვით ერთ-ერთ სიტყვას კიდევ ძალიან ჩვენი მეზობელი galaktika, დიდი galaktika და ვამბობ ხოლმე ისევ სინათლის წლებთან დაკავშირებით, რომ აი წარმოიდგინეთ რას ნიშნავს მანძილი 2.5 მილიონი სინათლის წელიწადი. ანდრომედას galaktikაში ახლა ვინმე რო ცხოვრობდეს, ვისაც ჩემი მოკლა უნდა აქ, აი აქ რო ვდგევარ, მას ის სხივი, რომელიც მე აქ მომკლავს, უნდა გამოეშვა 2.5 მილიონი წლის წინ. ეს არის ჩვენი, რა თქმა უნდა, ჩვენი კონუსები არ იკვეთება მოვლენათა კონუსები, როგორც ჰოუკინგი ამბობს, ამიტომ ის რაღაცა ესეთ აბსურდამდე მიდივართ. ანუ რაღაც მანძილებზე ჩვენ ერთმანეთზე ვერანაირად ვეღარ ურთიერთმოქმედებთ რა. ანდრომედას galaktika ჩვენ დაგვეტაკება, ჩვენ galaktikas დაეტაკება დაახლოებით 4 მილიარდი წლის მერე. ეს არის ფოტოებით როგორ ეტაკებიან ისინი, მაგრამ ამ დროს არაფერი სერიოზული არ მოხდება. ეს galaktikები აი როგორც ორი გაზი შეურიოთ ერთმანეთს, დაახლოებით ეგეთი მოვლენა არის, იმდენად მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარსკვლავია, იმდენად გაიშვიათებულია ამ ვარსკვლავ შორის ის სივრცე, რომ ალბათობა იმისა, რომ რომელიმე ვარსკვლავი მაინც დაეტაკოს ერთმანეთს, ძალიან დაბალია. და მე სადავართ, ნუ აი კაიანებს გადავახტები და მე მინდა კიდევ ერთი რაღაცა გაჩვენოთ მე. საქმე იმაშია, რომ ძალიან ხშირად გვეკითხებიან თუ ქართული ასტრონომიას რა დამსახურება აქვს ზოგადად მეცნიერებაში და ისა. მე ყველა შემოთვლას ახლა ბუნებრივია ვერ მოახერხებ, მე მოგიყვანთ მხოლოდ ორ მაგალითს. პირველი არის ვაშაკიძე, მიხეილ ვაშაკიძე. მიხეილ ვაშაკიძის სახელობის კრატერი არის მთვარეზე, აი შეხედეთ, ვაშაკიძის კრატერი არის ესა და მის გვერდით ვინ არიან? გაუსი, რიმანი, მაქსველი, აი ესეთი ძალიან ცნობილი ადამიანების გვერდით მოთავსებულია ჩვენი ქართველი მეცნიერი. და მეორე არის როლან კილაძე. ეს უფრო თანამედროვეა, 2010 წელს გარდაიცვალა მგონი როლანი, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან ცნობილი მეცნიერი და შეხედეთ, ეს არის პლუტონი და პლუტონზე კრატერს დაარქვეს მისი სახელი. უნდა გითხრათ, რომ რა ქვია, არც ვაშაკიძე და არც კილაძე ჩვენი ინიციატივით დარქმეული სახელები არ არის. ხშირად გონიათ, რომ ჩვენ დავარქვით ეგ არა, ჩვენ არა. ესენი ამერიკელების დარქმეული ორივე სახელი არის.
და წინადადე მათგან მოდიოდა რუსებისაც არა საბჭოთა კავშირი იყო ვაშაკიძის დროს რუსებისაც არა ამერიკელების დარქმეული სახელები აქვს და ნუ ეხლა ალბათ ეხლა ამაკეზე ყველას რა ვიცი მე უფრო ბევრს წვივს თორე ბევრს ვილაპარაკებთ ასე თქვა კარგით აი თუ გინდათ ამ ვიდეოსაც უყუროთ და დავამთავროთ რამე შეკითხვები გაქვთ გთხოვთ და მგონი დააღალეთ რა თქმა უნდა მადლობა ეხლა ვიდეოში რა არის მიაქციეთ ყურადღება და ეხლა მოვუბრუნდებით თქვენ შეკითხვას ყველა კადრზე შემდეგი კადრზე არის აი წინა კადრზე დიდი ობიექტი შემდეგ კადრზე უკვე პატარა ობიექტია გეომეტრიული მასშტაბები რო ასე ვთქვათ შევაფასოთ აი ეს არის დედამიწის ტიპის პლანეტები და იქ გიგანტი პლანეტები და ჯუჯა ვარსკვლავები შემოდიან და ასე შემდეგ ეგრე მიდის ეს ყველაფერი ესა ჯუჯა ვარსკვლავები ჩვენი მზე სირიუსი ხედავთ რამხელა მზესთან შედარებით მე უკვე სირიუსი რა პატარა არის იქ პოლუქსთან შედარებით პოლუქსი ახლა კარგად მოჩანს კუპების თანავარსკვლავედშია სხვათა შორის და მე ესე თანდათანობით აი რიგერი წეგან ვახსენე კიდეც არქტური ახლა კარგად მოჩანს დენები გაზაფხულში ამოვა და ეგრე ეს ვარსკვლავები ყველა არის ცაზე რა მოკლედ შეგიძლიათ შეხედოთ და ნახოთ ხოლმე ყველა ესეთ ზომით არ მოჩანს მართალია მაგრამ და ნენელა მივდივართ ყველაზე დიდი ვარსკვლავისაკენ რომელიც დღეს არის ცნობილი ორი ვარიანტია მაგრამ უნდა გითხრათ რომ დაახლოებით ხანერტზე ამოვა აი ბეტელჰეიზზე მაგალითად აგერ ბეტელჰეიზზე და აი შეხედეთ ახლა გადავართ უკვე სეფეიდები არიან ეს გიგანტებია ძალიან დიდი მათ სხვა შორის სამყარო შუქურები აი შეხედეთ აი ეს არის ყველაზე დიდი ვარსკვლავი რომელიც დღეს ჩვენ ვიცით აი დიდი კოპაკის ვეი ვარსკვლავი რომელიც არის დიამეტრით 3 მილიარდ 63 მილიონი კილომეტრი მზის დიამეტრი არის 1.400.000 კილომეტრი წარმოიდგინეთ ეს 2000 ჯერ დიდია მზეზე დიამეტრით მარტო და მოცულობით ახლეთ 8 მილიარდ ჯერ დიდია მზეზე აი ესეთი გიგანტი ვარსკვლავია და იქვე არის ახლა პარალელურად რო ავიღოთ აი ჩვენი მზე მასთან რა პატარა გამოჩნდებოდა მზე დიამეტრში 109 ჯერ დიდია დედამიწაზე ამ დროს გაითვალისწინეთ მასით 333.000 ჯერ მძიმეა დედამიწაზე ხო არა galaktikები არის უფორმოები შედარებით ხან არის სპირალური ხან რაღაცა მაგრამ შებრტყელებულებია აი ეს დანარჩენი სიმეტრიული სხეულები არის სფეროები ეხლა ნისლეულები არასფერულები შალვა აი არასფერულებია თქვენ რაღაცა შეკითხვა გქონდეთ თან მკითხეთ თუ გნებოთ თანდათანობით გადავდივართ უფრო დიდ ობიექტად კი ბატონო მე რო ასტრონომი ვარ და ეს ცოტა რომ რაღაც პრივილეგიები საგებოთ იმიტომ რომ ახმაროთ აქ ისე კი ასტრონომებს კიდევ ერთი პრივილეგია აქვს მანძილების აღთქმა უცნაური იცი აი ხო გელაპარაკებით და ჩემთვის 100 მილიონი სინათლის წელი ცოტა მართლა მე შევამჩი ახლა მოგიყვებით ერთ ისტორიას მაგასთან დაკავშირებით აფეთქდა 97-ში ზიახალი ვარსკვლავი მაგელანის ღრუბლებში ჩვენი თანამგზავრი galaktika ცოტა ხანი ჩვენი galaktika შეჭამს იმ galaktikas აფეთქდა ის და იქამდე არის 50000 სინათლის წელიწადი და ლექცია ჩაგვიტარა თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა და გამოვიდა ასტრონომების ხედავ დარბაზში გამოვიდა და მან დაიწყო ესე რომ აიქაო 50000 სინათლის წელი იცით ბატონებო ეს რა დიდი მანძილიაო და ყველა ასტრონომს უცებ დაეკარგა ინტერესი ლექციისადმი ანუ მიუხვდით რომ იმას არ აქვს ის მანძილების შეგრძნება რაც ისხდნენ იქ დარბაზში ხალხი ვისაც 100 და 200-300 მილიონი წელიწადზე აქვს დაკვირვებული ზიახლები გისმენთ ახლა თქვენ კი კი გრავიტაციო ცოტა ძნელად სიმართლე გითხრა მე პრაქტიკოსი აი ზაზა თეორეტიკოსი ზაზა როგორ გახსნა გრავიტაციაში დროის შენელების მაგრამ ახსნა არის რთული ვარ ეს ფიზიკურად კი როგორ არის ახლა ეინშტეინის ფორმულა არის პირდაპირ და იქ ჩანს როგორ არის ეს ყველაფერი მაგრამ აი ისე რომ ადამიანურად რომ ვილაპარაკოთ დრო როგორ უნდა შენელდეს და გაიჭიროს ცოტა
რატო? მე მგონი იცით რა, ის შინაგანად შიგნით გვესმის რა. აი მეც მესმის შინაგანად, მაგრამ რო თქვა, რომ აი ახლა შემილია დავდგე და თქვა, რომ აი დრო გაიჭიმა, აი მაგალითად ფოტონის დაბერება რო არის, ისაც ხო დროის ფაქტორია რა. ფოტონის დაბერება რო ხდება, ხო გასაგებია რა, ენერგია წაართვა იქ ფოტოს რაღაცა გრავიტაციამ, ენერგია წაართვა გრავიტაციამ, ამიტომ მოხდა ფოტონის დაბერება, გაწითლება. რაღაცა ესეთებია, რომელიც თეორიულად არის ახსნილი და სალაპარაკოდ რო ვფიქრობ, დაახლოებით ესეთ დონეზე მიდიხარ, კი ბატონო. არაფრის. მოკლედ ისეთი მაგარი ლექცია იყო, რომ ხო, ისეთი მაგარი ლექცია იყო, რომ ეხა დავწმოდით საპროტესტო აუდიტორიის გუნდი, რომ აი ტექნიკაში ძალიან გვიჭირს. ძალიან კარგი იყო და მიკროფონში კარგად არისმოდა და ამას გამოვასწორებთ აუცილებლად მეგობრები და მავიწყდება ხოლმე მიკროფონს. მოკლედ ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ვართ მეგობრები, რომლებსაც ეს სიამოვნებს აი ამის კეთება თქვენთან ერთად პროტესტის პარალელურად, რა თქმა უნდა. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ გავაგზავნებთ ესეთ და კიდევ უფრო მეტ საინტერესო ლექციას. უნდა შეგგვირდეთ, რომ კიდევ ერთხელ კარგ აპარატურაზე მოხვალთ ჩვენთან სტუმრად და გავაგზავნოთ. ხო, კი ბატონო, გავაგზავნოთ მეგობრებს. ვასწავლებიან ღამეს, გამოვდივართ და ლექციას ვატარებთ. კი ბატონო, შევთანხმდით. განცხადება გვინდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. განცხადება გვინდა პატარა გავაკეთოთ თუთა. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. ჩვენ თუ ვიმეგობრებთ და ვიურთიერთებთ და ქრომოსომებს არ დავთვლით, ძალიან კარგი იქნება. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ საპროტესტო აუდიტორიის სახელით მინდა სოლიდარობა გამოუცხადო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და მინდა რომ ფანრები ავანთოთ და ასე გამოვხატოთ სოლიდარობა მათ მიმართ. მადლობა მეგობრებო. მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს. ვიმეგობროთ და ყველა ბრძოლას მოვიგებთ. ცოდნა ძალაა, ცოდნა თავისუფლებაა და ერთად გავიმარჯვებთ ყველა ბრძოლაში. მადლობა რომ გვესწრებოდით, მადლობა ბატონ გიორგი რომ ასეთი საინტერესო ლექცია ჩაატარეთ. წარმატებები გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს. როგორც შევჩენ ძალიან ყურადღებით მისმენდით და სამწუხაროდ მიკროფონის ნორმალური დაჭერა ვერ ვისწავლე, მე თვითონ ეგ იყო ჩემი ბრალი. აუცილებლად გამოვასწორებთ. სტუდენტები გამოუშვესოთ, ძალიან მაგარია, ბიჭებო, ხო, რა ვიცი, პატარა გამარჯვება არის თუ არა, არ ვიცი. სტუდენტების და მოკლედ ჩვენ გავაგზავნებთ, შემოგვიერთით საპროტესტო აუდიტორიაზე YouTube გვერდზე, Facebook გვერდზე, Instagram გვერდზე და გამოყვებით და ერთად გავიგოთ ძალიან საინტერესო რაღაცები, კიდე გავაგზავნებთ ყველაფერს. მადლობა კიდევ ერთხელ.